გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. მადლობა სტუმრობისთვის. ორი სიტყვით შეგახსენებთ ნაითოქის შესახებ. ანუ ეს არის სტეპის ერთ-ერთი თქვენ ღონისძიება. ადრე იყო ხოლმე ეგეთი სიტყვები, იმიტომ რომ აი 90-იანებს უნდა შევეხოთ და რაღაც იმ პერიოდს უნდა გამოვყვეთ და რაღაცები გავიხსენოთ, საინტერესო ნიუანსები. შესაბამისად, ეხლა ის პრეზენტაცია, რომელიც უნდა გაჩვენოთ, მაგით ვარ გაჯერებული და ღონისძიება მაგითო გამახსენდა, თუ პოდკასტია გაქანებული. შესაბამისად, ერთი თხოვნა კიდე მექნება, რადგან YouTube-ზე გავდივართ, ერთი გემრიელი ტაში YouTube მაყურებელსაც ვაჩუქოთ, ძალიან გთხოვთ. და არქის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. დიდი მადლობა. დღევანდელ თემას რაც შეეხება, ნახავდით და გვაქვს თემა ბრენდინგის კულტურა და საქართველო. ჩვენ ერთ-ერთ შეხვედრას ბრენდინგზე ვლაპარაკობთ ხოლმე ხშირად, განსაკუთრებით ჩვენ ლექციებზე. და დღესაც ვისაუბრეთ ბრენდინგზე, ოღონდ მოვყვებით სულ თავიდან, როგორ ვითარდება და როგორ გვიბრუნდება ბრენდინგი საქართველოში და რატომ ამბობ ამ სიტყვას, უკვე თქვენ კარგად მიხვდებით. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ფოტოს გაჩვენებთ, რამდენიმე ფაქტს მოგიყვებით, ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს და შემდეგ უკვე დავუძახებთ ჩვენ სტუმარს და დეტალურად გავაგრძელებთ საუბარს ბრენდინგის შესახებ საქართველოში. პირველი რა ფოტოც შემხვდა, რომ მინდოდა რომ მეჩვენებინა თუ როგორ იყო მანამდე სიტუაცია, სანამ საქართველოში აი როგორც გვახსოვს, რომ ბრენდი გაჩნდებოდა და ორგანიზაციები დაირქმევდნენ ბრენდს. და დაახლოებით სიტუაცია იყო ესე, რომ მაღაზიებს ეწერა უშუალოდ აი ფეხსაცმელი აწერია, არანაირი ბრენდის სახელი არ არის. უარეს შემთხვევაში იყო ხოლმე რომ შეპესეები ეწერა რა, შეპესე 1992 შეპესე გიორგი ჭედლიშვილი რაღაცა, ანუ ეს სიტუაცია და გარდა ამისა ასევე პური აწერია უბრალოდ მაღაზიას. ეს ორი ფოტო რაც ვიპოვეთ, თუმცა ზოგადი სიტუაცია იყო რომ მაღაზიებს ეწერა სურსათი. აი სადაც აი ხა ვიცით ძალიან ბევრი რიტეილერია ხო ბრენდის უკვე ვისაც შეგვიძლია მიმართოთ თუნდაც აი სურსათის ყიდვის დროს. შესაბამისად ტანსაცმელი სადაც იყიდებოდა ტანსაცმლის მაღაზიებს ეწერა ტანსაცმელი, ნებისმიერ კაფეს, რესტორანს ეწერა სასადილო და მოკლედ ეს იყო მიდგომა, რაც ბიზნესს ამ 90-იანების პერიოდში ჰქონდა. თუმცა, ეხლა 90-იანებზე ვლაპარაკობთ და ვიხსენებთ იმ პერიოდს, რომ ბიზნესს არ ჰქონდა ბრენდინგის არანაირი შეგრძნება, მაგრამ ვერცვლად ვიტყვით, რომ ბრენდები არ არსებობდნენ, იმიტომ რომ მანამდე იყო პერიოდი, ყავდა ძალიან კარგი ბრენდები, რომელთაც ეხლაც მოგვაქვს ჩვენ თავი, ამ შემთხვევაში ლაღიძე და სარაჯიშვილი მყავს ხედველობაში და ეს ბრენდები დღესაც ცოცხლობენ, პლუს განიცადეს ძალიან კარგი რებრენდინგიც რა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ბრენდინგი არ ვიცოდით, ან ბრენდინგი არ გქონდა და ან კომპანიებს მხოლოდ რაღაც ისე უყურებდით, რომ გაგვეყიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არ გაგვეთვალისწინებინა ის მნიშვნელოვანი ნიუანსები, რაც ბრენდინგს ახასიათებს ზოგადად. რისი დასტურიც არის ეს, ხო? იმიტომ რომ ქონდა 90-იანებამდე პერიოდში ბრენდი, მერე განიცადეს რებრენდინგი, რაღაცა არის, რაც არ იცვლება არასდროს რა. ეს ქუთაისში საქავაბე გეცოდინება, რომელიც თვითონ ამ თემასაც ცალკე შევეხებით, რომ თვითონ პროდუქტი უზრუნველყოფს, რომ ბრენდად ჩამოყალიბდეს და ეს კიდე ცალკე რაღაც მიმართულება სასოსისეც გემახსოვრებათ, რაღაც ისეთი, რომ ადგილია, სადაც მიდიხარ და არ იცვლება იქ სიტუაცია. ეგეც რაღაც ცალკე საინტერესო ნაწილია. ოკეი, მოკლედ, ეხლა რასაც უნდა შევეხოთ, არის როგორ დაგვიბრუნდა ბრენდინგის კულტურა საქართველოში და სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით გვყავს ლევან კობერიძე, მოწვეული, ჩვენი მეგობარი, გამარჯობა. ხო? და ამის ირგვლივ ვილაპარაკებთ. პირველ რიგში ლევან ჩვენ ერთ-ერთ
ერთ-ერთი რა ამის წინა Nighthawks-ე ну როგორც კი ბრენდინგზე უკვე დავიწყეთ რომ ხშირად რაღაცა მოვიწვიოთ სტუმრები და ვილაპარაკოთ და შოთიკო ყავდა სტუმრად ხო მოვაწერიათ ხელები თავის ციგნებზე და მოკითხვა უნდა გადმოგცე რა დაგიბარა ძალიან დიდი მოკითხვა გვაქვს და მე ჩვენ გადმოგცენ სპეციალურად ოკეი მოკლედ ეგ არის ანუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მოკლედ როგორ დაბრუნდა ბრენდინგი საქართველოში და მე შენობით მოგმართავ ისევ დავრჩევი ამ უშუალობაში რომ ხშირად რა შენ ხარ პიონერი რომელსაც უკავშირდება ის პირველი ძირძველი რაღაცა ძირძველს უძახით უკვე 20 პლუს წელ კომპანიებს რომელიც ბრენდინგით დაიწყენ უკვე ბრენდებს ვიცნობთ და არა რაღაც შეპესეებს ორგანიზაციებს და ასე შემდეგ რა აი ამის გარშემო რო ვთქვათ რა როგორ დაიწყო ეგ პერიოდი როდის იგრძენი პირველად როდის გაგიჩნდა სურვილი რომ ერთ ნიუანსად გავამხელ რომ ჩემსავით და ვაკიტო ის რაღაცა რომ ახალი პროფესია იყო ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ყველაზე კარგად ჩვენ გეცოდინება ეგ ამბავი რომ როდის იგრძენი ზოგადად რომ ბრენდინგი უკვე საქართველოს სჭირდებოდა ორგანიზაციებს სჭირდებოდა და აი პირველი ნაბიჯები რო გაიხსენო ამ პერიოდის კი ბატონო ლაშა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის ვადევნებ ხოლმე თვალყურს სხვათა შორის და ძალიან საინტერესოა შენი ეს წამოწყება აღარ არის უკვე დაიმკვიდრე ადგილი და საინტერესო სტუმრები გყავს ხოლმე შოტიკოსას დიდი მადლობა მოკითხვისთვის ჩემგანაც მე რო გეყოლება მოცილებლად კი ხო და ძალიან მიხარია რომ აქვე შენ შეგიპირებ რომ ესე ვიზოგებ ხოლმე სტუმრებს კი ბატონო და ძალიან მაგარია რომ მოკლედ აი ეს ბრენდინგის თემა ზოგადად საქართველოში მართლა უკვე იმდენად საინტერესოდ ვითარდება რომ ძალიან ბევრი მოთამაშე გამოჩნდა ამ ველში და ამ სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით. თითოეულ თქვენთაგანსაც მადლობა მობრძანებისთვის და დრო რო გამონახეთ რომ ჩვენ საუბარს ესწრებით. მე შევეცდები რა ვიცი რა კითხვაც დამისვი გამოყვები ახლა თუ შეიძლება ესე თანმიმდევრულად კი ნუ პროფესიებს ანუ ბრენდინგს თუ ვიტყვით რომ მათ შორის ტრანსფორმაცია არის თვითონ მეც როგორც პიროვნულად მოდი ესე ვიტყოდი რამოდენიმეჯერ მომიწია ტრანსფორმაციის გავლა ზუსტად ალბათ იმ ისტორიიდან გამომდინარე რაც მათ შორის საქართველოში ხდებოდა ადეკვატურად იცვლებოდა ჩემთანაც პროფესიასთან მიმართებაში ანუ სკოლა ფიზიკა მათემატიკის სკოლა დამამთავრე კომაროვის იდეაში უნდა ყოფილიყო ლოგიკური გაგრძელება რომ გამოსულიყავი ფიზიკა მათემატიკის მიმართულებით და უშუალოდ ყველაზე ახლოს თანამედროვე თან გამოყენებითი მათემატიკა ან ფიზიკოსი, მათემატიკოსი ასე შემდეგ. თუმცა მაშინ მოხდა ესე რომ ქიმია დაემატა პირველი გამოცდა სამედიცინოზე, ძალიან კარგად ვიცოდი და მათემატიკაში ადვილი იყო ჩემს ამოცანების ამოხსნა და ერთი გამოცდი გადავწყვიტე რომ აი არ ვიცი ესე ვთქვი გამოვაცხადე სახში რომ მოკლედ ექიმი უნდა გამოვიდე თქვენ. ფილმის არ იყოს ხო, ექიმი უნდა გამოვიდე, ნუ ყველას გაუკვირდა რომ იქ ვსწავლობდი და ჩავირიცხე მე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი და პირველი პროფესიით ვარ კი მკურნალი ექიმი, მეანგინეკოლოგი და მე წავიდა ისტორიის რასაც შენ კადრებს აჩვენებდი აი მთელი უბედურება რო ხდებოდა 90-იანებში, აი მაგ დროს რო უკვე დავამთავრე ინსტიტუტი და მუშაობა უნდა დამეწყო, პრაქტიკულად ჩამოშლილი იყო რა სისტემები, რეალურად არ სამშობიარო კლინიკა, სამედიცინო სექტორი ისევე როგორც სხვა საქართველოში პრაქტიკულად იყო გაპარტახებული და ფიზიკურად ანუ გინდა მუშაობა საკუთარი შემოსავალი და ასე შემდეგ და ანუ ამის შესაძლებლობა რეალურად სამწუხაროდ ნაკლებად იყო იმ პროფესიაში ახალდამთავრებული ახლად გამომწვარი ექიმისათვის რა ესე ვიტყვი. თუმცა ვიტყვი რომ ჩემი პირველი პროფესია ძალიან მეხმარება იმ ლოგიკის აგებაში, იმიტომ რომ რა ვიცი ბავშვის დაბადება და ბრენდის დაბადებას ხანდახან რაღაცას ვამსგავსებ ხოლმე და ძალიან ხშირად პარალელები გამივლია და ძალიან საინტერესოა სხვათა შორის. ანუ ეს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ეხლა რაც შეეხება ბრენდს და ბრენდინგს, ხო, მართლა ეხლა ბრენდი და ბრენდინგი არც ჩვენი დაწყებულა, არც ჩვენი დამთავრდება მათ შორის საქართველოშიც რა. იმიტომ რომ
ადამიანი თავისი საქმიანობით ხო მათ შორის გაუცნობიერებლად ხშირ შემთხვევაში ზუსტად იმ ყველაფერს აკეთებს, რასაც ჩვენ ბრენდინგს ვეძახით და კომპანიაში რო ვცდილობთ ხოლმე რომ დავნერგოთ და ასე ვთქვათ შევიმუშაოთ, ხო? ეხლა 90-იან წლებს თუ ვიტყვით და ზოგადად საბჭოთა პერიოდზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ საქართველოს ისევ როგორც ყველა სხვა ქვეყანას აქვს აი ამ გაუცნობიერებელი ბრენდინგის, იმიტომ რომ ბრენდინგი როგორც დისციპლინა, მსოფლიოში 50 წელიც არ არის რაც ჩამოყალიბდა, როგორც ასეთი. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდეც იყო ცნობადობაც, მანამდეც იყო უნიკალური სავაჭრო შეთავაზებაც, მანამდეც იყო ნეიმინგი და ყველაფერი რა თამდევი. თუმცა როგორც დისციპლინა ესე ჩამოყალიბდა ბოლო 40-50 წელია, მაგრამ არ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ისტორია ამ დისციპლინის როგორც ფილოსოფიის, ესე ვიტყოდი. მაგალითად რო თქვა, არ ვიცი, ყველაზე ესეთი ბრენდზე რო ვლაპარაკობთ, რო რეპუტაცია და ასე შემდეგ, რა ვიცი, შოთა რუსთაველი წერდა, ხო, ჟობსახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, ხო, რა ვიცი, რო შეადარო ზუსტად არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რეალობაში გავაკეთოთ. ან თუნდაც ნებისმიერი სხვა საბჭოთა პერიოდამდე მე ვიტყოდი, რომ საქართველოს როდესაც აი რაღაც ევროპულ მენტალურ ღირებულებებში იყო როგორც სახელმწიფო და ადამიანების და მათ შორის ბიზნესის ცნობიერება, რაც შენ აჩვენე კადრებში, იგივე სარაჯიშვილი, იგივე ლაღიძე, არ ვიცი, უამრავი საწარმო იყო, აი უამრავი ბრენდი იყო, რომელიც იყო ქართული ყიფიანი ღვინო, ეხლა ხვანჭყარად რო ვიცნობთ, რომელიც ქვეყნის გარეთაც გადიოდა, ექსპორტზე წარმატებული იყო, ქვეყნის შიგნითაც და სავაჭრო ნიშნებიც ჰქონდათ, ბრენდინგის ელემენტებიც და მოკლედ იყვნენ ძალიან წარმატებულები. თუმცა სამწუხაროდ მე ვიტყვი, რომ აი საბჭოთა პერიოდმა რაღაც ჩვენი გენეტიკური კოდიდან ამოგვაგდო ქვეყანა რა, აი რაღაც ყველაფერი მე გაფერმტალდა, ხო, რაღაც გაუფერულდა, ყველაფერი ერთნაირი გახდა. ეხლა რასაც ვეძახი და commodity business-ად აქციეს, ყველაფერი, ანუ ბიზნესიც აღარ იყო, პური უნდა ყოფილიყო ერთნაირი, ანუ განსხვავება არ უნდა ყოფილიყო, ხო, ფეხსაცმელი თითქმის ყველას ერთნაირი მეტნაკლებად და მოკლედ აი საბჭოთა პერიოდმა რეალურად ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ზოგადად ცნობიერებას და მათ შორის, მოდი ვთქვათ ესე, ბრენდს და მარკეტინგს და ბიზნესს, ხო, იმიტომ რომ ბიზნესი აღარ არსებობდა, ბიზნესის კეთება ითვლებოდა დანაშაული იყო, ან ბიზნესი არ შეიძლება რომ გეკეთებინა საბჭოთა პერიოდში. შესაბამისად, ეხლა ჩვენ თუ საუბრობთ ბრენდზე და ბრენდინგზე, ბრენდი რისთვის გჭირდება? ბრენდი გჭირდება განსხვავებულობისთვის, იმის რომ მომხმარებელმა აირჩიოს ესა თუ ის პროდუქტი ან სერვისი, განასხვაოს მეორისგან და რაღაც საინტერესო იპოვოს, ხო, მისთვის. ამიტომ ეს პრაქტიკულად ამოიშანთა და ძალიან სამწუხარო პერიოდი იყო ყველასთვის, მინდა ვთქვა ალბათ რა და მე ესე ვთვლი რომ ჩვენი ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ რაღაცა ვექტორები აირია და დღემდე ვერ დავლაგებული ვართ, მაგრამ ჩვენ ცნობიერებაში დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დალაგებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ისევ იმ გზას დავადგებით, რაც არის ჩვენი მენტალური, ასე ვთქვათ, მენტალური საფუძველი, ესე ვიტყოდი რა, იმიტომ რომ პროგრესი ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ხო, ეხლა რაც შეეხება ბრენდინგის ისტორიას საქართველოში, ხო და როგორ ხდებოდა? კი, როდესაც დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე უკვე დაიწყო, ასე ვთქვათ, პირველი კომერციული, ეხლა მეც ესე არ გეგონო თლათ იმ წლების არა ვარ, რომ საერთოდ ის იყოს რავია, ისევიდან არ მოყვები, მაგრამ მეც რაც ბავშვობაში რაც მახსოვს, ხო, რომ დაიწყო, ასე ვთქვათ, პირველი კომერციული ორგანიზაციების გაჩენა და მე დაიწყო კონკურენცია, მოდი ესე რომ ვთქვა და კონკურენციას მოაქვს ყველა ის სიკეთე, მათ შორის ბრენდინგის თვალსაზრისით ჩვენნაირი სპეციალისტებისთვის, ვინც აი აქ კოლეგები ვხედავთ დარბაზში და სხვადასხვა მიმართულების, ხო? და მოდი ვთქვათ ესე, რომ კონკურენცია როგორც კი იწყება ბრენდინგზე ფიქრი. ადამიანების გოლები სხვადასხვა სახელი ქვია. მანამდე უფრო მარკეტინგზე იყო, ასე ვთქვათ, აქცენტი. ეხლა მარკეტინგი არავის არ გაუქმებია და არ შეგვექმნა შტაბ-ბიჭდილება, რომ ბრენდინგი რამეს ანაცვლებს, კიდე სხვა რამეა. და მეც ამ ფერხულში ანუ ექიმობიდან მე გადავედი მარკეტინგში. რასადროდის იყო ესეთი კლუბი, დღესაც არის და მე და გიორგი და ჩვენი თანამოაზრეები ერთად ვაკეთებდით. მე მათ შორის კომერციული ნაწილი მევალა და შესაბამისად მარკეტინგთან უფრო ახლოს მოხვდი ამ ყველაფერში სპონსორებთან ურთიერთობა და დაიწყო ჩემი, ასე ვთქვათ, მარკეტინგის ველში შესვლა. და
რო გამოვტოვო ახლა ბევრი ეტაპი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთ-ერთ საკმაოდ დიდ წარმატებულ კომპანიაში კონკურსის საფუძველზე მოხდი მარკეტინგის მენეჯერად, ეს იყო ქართული ღვინი GVS-ი, ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კომპანია, იმ დროს ძალიან წარმატებული კომპანია, მათ შორის ინგლისში შევიტანეთ ღვინო პირველად საქართველოს ისტორიაში, იაპონიაში, ასე შემდეგ და მაშინ არ იყო ესე, რომ ქართულ ღვინოს ამხელა ცნობადობა არ ქონდა და აი იქ დავიწყე უკვე ფიქრი, უკვე ყველა აი ამ თემაზე, რასაც კიდევ უფრო მეტად ქვია მარკეტინგი და მათ შორის ბრენდინგი, იმიტომ რომ მე ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში რაც შეგიძლია ნახო, არის ალბათ წიგნი და წიგში ნახულობ ყველაფერს, რაც არის საინტერესო და მე სრულიად შემთხვევით, ესე ვიტყოდი, შემთხვევით როგორ პროფესიულ ლიტერატურას ვთვლობდი, რომ გავცნობოდი, ვისწავლე მარკეტინგი პროფესიულად და მე წიგნებს ვკითხულობდი და შემხვდა ერთი წიგნი, რომელსაც ერქვა ტომას გედი, ესეთი შვედი ავტორის 4 Dimension Branding, 4 განზომილებიანი ბრენდინგი. და იმდენად ერთფეროვანი იყო წიგნები, ბევრი იყო მარკეტინგზე, ბრენდინგზე, აი ეს სიტყვა მეც პირველად ეს იყო 2000-იანი წლების დასაწყისი. ალბათ იყო 2001 წელი სავარაუდოდ თუ სწორად მახსოვს, ან 2 მაქსიმუმ. და შემხვდა ეს წიგნი და წავიკითხე ეს წიგნი, რომელშიც იყო ბრენდზე, აი ჩემთვისაც იმ დროს უცნობ ასე ვთქვათ თემაზე იყო. და წავიკითხე ეს წიგნი და აი მე მახსოვს, რომ აი რაღაც თავში რო რაღაც გადაგიტრიალდება, რომ მიხვდები, რომ ეს რაღაცა სხვა რაღაცა არის რა და ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და ინტუიტიურად, ხა ინტუიცია ალბათ თითოეულ ჩვენთანგანს რაღაც დონეზე გვაქვს განვითარებული და ინტუიტიურად მივხვდი, რომ ეს მომეწონა და ეს მინდოდა. და რომ მინდოდა, ხა რომ გამოვიხედე ეს ბრენდზე და ბრენდინგზე არცაც არაფერი საქართველოში მით უმეტეს. საოგარეთაც რომ დავიწყე მოკითხვა, კი მაშინაც იყო უკვე ეს თემები, მაგრამ არც თუ ისე განვითარებული და ხა ეს წიგნი ხო ჩამივარდა, ავტორი ვიცოდი. ეს ადამიანი არის სამწუხაროდ გარდაიცვალა რამოდენიმე წლის წინ. ძიმე დაავადებით, თუმცა ძალიან ბევრი მოასწრო, მინდა ვთქვა და გურუ იყო ერთ-ერთი ბრენდინგის. ადამიანის გვარი და სახელი ვიცი, წიგნი ვიცი, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლის მიერ იყო გამოცემული ეს წიგნი და დავიწყე ამ ადამიანის ძებნა. და იქ იყო იმეილი ეწერა წიგნის უკან. Facebook-იც არ არის. ხო, არა, Facebook, სოციალური მედიები არ არის, არაფერი არ წერია, არის ეს საელჩო საშუალებით ვცდილობდი დაკავშირებას. დავიწყე მეილების წერა, მოკლედ რა, ამ ადამიანთან. Google-იც არ არის. არა, Google იყო, მაშინ ხო, იყო, მაგრამ ანუ დავიწყე ამ ადამიანის მივწერე წერილი, მეილი და დავიწყე მოკლედ მეილების წერა და არ პასუხობდა რა. ძალიან დიდხანს ვწერდი არ მოვეშვირე. და იმიტომ მართლა ძალიან საინტერესო წიგნი იყო. დღემდე ამ ტექნოლოგიით მუშაობ. ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელსაც მე ვიყენებ, არის ეს 4 განზომილებიანი ბრენდინგი და სხვათა შორის აი ESM-ში ასწავლიდნენ მე, სოლიკო ასწავლიდა 4 განზომილებიან ბრენდინგზე, ძალიან დიდი როლი შეიტანა პოპულარიზაციაში ამ ტექნოლოგიის. და მოკლედ ამ კაცმა მიპასუხა დაახლოებით 6 თვის მერე. ვინახა რა გინდა ბოლო-ბოლო და მოკლედ როგორც კი მიპასუხა და დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მოკლედ შევედით იმ თანამშრომლობის ასე ვთქვათ ფორმატებში, ჯერ საერთოდ რა ქვეყანა ხართ, რა გინდათ. ხო, ეხლა ამ ადამიანს გაკეთებული იყო, აი Nokia Connecting People იყო მისი ნამუშევარი რა და ეხლა სხვა სიმაღლეზე იყო და მე რაღაც ვცდილობდი რომ რაღაცა მისგან რაღაცა მიმეღო რა და მოკლედ ძალიან გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა და მან დამიწყო გაზიარება მოკლედ ამ ყველაფერს დავმეგოვრდით მე საქართველოშიც ჩამოვიდა მათ შორის რამოდენიმე პროექტი ერთად გავაკეთეთ GPC-ს რებრენდინგი თბილისის ბრენდინგზე წავიმუშავეთ City-ზეც ლავსიო და რამოდენიმე პროექტი გავაკეთეთ ერთად სხვათა შორის და აქედან დაიწყო მოკლედ ძალიან გრძელი შესავალი გამომივიდა მე მგონი აქედან დაიწყო მოკლედ ჩვენი ასე ვთქვათ თანამშრომლობა და ეს იყო ესე იგი მე კომპანია გავაკეთე 2004 წელი იყო 2004 წელს ეს იყო პირველი ბრენდინგ კომპანია საქართველოში და რო ვამბობდით რომ ბრენდინგ კომპანია ვართ ეს ცნება საერთოდ არ არსებობდა ბევრმა მითხრა რომ ბრენდი კონიაკი ეს აკეთებთ კარგს რომ ბრენდი და კონიაკის რაღაც მეტნაკლებად ერთად აღიქმებოდა და მოკლედ ეს იყო პირველი ნაბიჯები ჩემი მთავარი ძალისხმევა რომ მივდიოდი კომპანიებთან შეთავაზებაზე ეხლა რო ეძახიან Blue Oceans ხო აი ეგ იყო რა იმიტომ რომ არავინ არ იცოდა საჭიროება არსებობდა იდეაში რა და აი ეს იყო პირველი ნაბიჯები რომელიც გადავდგი უფრო
სწორედ როცა ეს კომპანია დავაფუძნა. ძალიან საინტერესოა და გაგრას აი Blue Ocean-ში რო დავრჩეთ ახლა რა. ეს ძალიან მაგარი ისტორია, იმიტომ რომ ეხლაც კი რაღაცა მანთებს ეგეთი ისტორიები, ეხლამდელ ახალგაზრდებზე რაღაცებზე რო არ ეპოებიან ასე შემდეგ და მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა სხვა საშუალებები არ იყო, აი ფილმის სცენარი შეიძლება დაიდოს მაგის ირგვლივ. აი ბიზნესის გადმოსახედიდან რო შევხედოთ ახლა რა. აი ამ პერიოდის კიდევ ხშირად მოუბრუნდები თემებს რაღაც ეს, მაგრამ აი ძალიან საინტერესო იქნება რომ მთელი ამ რაღაც 25 წლის განმავლობაში და პლუს კიდე როგორ იცვლებოდა ბიზნესის დამოკიდებულება და განსაკუთრებით მაინც ეს პირველი პერიოდი რა, რომ ბიზნესის მხრიდან რა მოთხოვნის წამოსვლა თუ შეთავაზება და დაფიქრება ბრენდინგზე თუ სწავლა ჯერ გაგება ეს როგორ იცვლება ეს კი ძალიან დინამიკა არის საოცარი რა ოღონდ ამ დინამიკას თან ახლავს თავისი პრობლემატიკაც მათ შორის და დადებითი მხარეებიც რა ანუ ერთი ის რომ პირველი საერთოდ რა იყო ბრენდინგი და დღემდე არ ვართ მე მგონი ჩვენც აი კოლეგები შეჯერებული ბოლომდე არ მიგვაქვს ეს აზრი ჩვენს პოტენციურ დამკვეთებამდე იმიტომ რომ ბრენდინგი ბევრს გონია რომ ან მარტო რაღაც დაბეჭდვა რაღაც ლოგოების, მაისურებზე, ან ვიზუალის, აი რებრენდინგი გავაკეთეთ, კომპანიები გამოდიან, ჩვენ გავაკეთეთ რებრენდინგი და შეცვალა ლოგო, ხო? ნუ ეს არ არის რებრენდინგი, მნიშვნელოვანი არის, რომ მნიშვნელოვანი ნაწილია, რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მეტი დრო მეხარჯებოდა იმაზე, რომ ბრენდი არის ბიზნესის მართვის ინსტრუმენტი. მათ შორის კომუნიკაციის ინსტრუმენტი, მაგრამ ბიზნესის, ანუ ბიზნეს გადაწყვეტილებებს იღებს შენ. როგორი, აი მაგალითად დიზელზე მოვყვები, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდია და აუხსნი ახლა, ხო? აი თქვენ ნებისმიერ ქვეყანაში თუ ჩახვალთ, მე რომ მინდოდა ხოლმე სადმე კარგ ღამის კლუბში წასვლა და არ მინდოდა ტურისტულ ადგილას წასვლა, შევდიოდი დიზელის მაღაზიაში და სტაფს ვეკითხებოდი, რომ გამოველაპარაკებოდა, ვეუბნებოდი, რომ გაბა კარგი კლუბი რომელია, სად ჯობია რომ წავიდე და თვითონ არჩეული ყავდათ სტაფი ბრენდის შესაბამისი. ანუ დიზელის მაღაზიაში რომ შეხვალ, ანუ ეხლა დღემდეც ესეა. ძალიან თავისუფალი ისეთი გარემოა რა, სხვა მაღაზიებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ იმ ბრენდს ეს ფილოსოფია აქვს, თავისუფლებას ყიდის, რაღაც თამამ გადაწყვეტილებებს, for successful living, რაღაც be brave და ასე შემდეგ აქვს, ხო? და ისინი გეუბნებოდნენ, ანუ ნახე, ბრენდმა იცოდა როგორი თანამშრომელი უნდა აიყვანა და ბრენდმა იცოდა, იცის დღემდე როგორი ტანსაცმელი უნდა და აქსესუარები კეროს რა ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე რო შევდიოდი ხოლმე და დიზელი რომ მომწონდა, ეს ხუმრობით მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ შემომხედავდნენ ხოლმე ზომა XXL არა აქვთ. დიზელს არა აქვს XXL ზომა რა. და ეს რო შემოგხედავდნენ, მეუბნებოდნენ იქნებ ჩემი ზომა, ნუ XL-იც იქაური XL არ არის აღმოსავლეთის ქვეყნების ასე ვთქვათ ამერიკული XL და ესე შემომხედავდნენ ხოლმე რა. ეს აკეთებდნენ ხოლმე და მეუბნებოდა, ანუ ბრენდი მეუბნებოდა, რომ იცი რა, შენ თუ ეს მოგწონს, კარგია რომ მოგწონს, მაგრამ შენც ახლა მაშინ ცოტა უნდა რაღაცა ამ ფორმაში მოხვიდე რა, ახლა ესე არ არის და მოკლედ რაღაცას ვიყიდიდი ხოლმე იმ იმედით, რომ მე მომივა კარგად და ასე შემდეგ. ანუ ბრენდი არის ბიზნესის მართვის ინსტრუმენტი. მან ძალიან კარგად იცის რა ადგილი უნდა დაიკავოს შენ გონებაში პირველ რიგში. და ეს იყო ხოლმე ყველაზე ძნელი ასახსნელი. ანუ დიზელის ბრენდი რატომ მომწონს? იმიტომ რომ მან მოახერხა იგივე საფასო პოლიტიკაში საავტორო დიზაინის გარეშე, როგორიც არის დიორი, არმანი, არ ვიცი და შანელი ასე შემდეგ, მოახერხა ის, რომ იგივე საფასო კატეგორიაში, ახლა შანელთან არ არის ასული, მაგრამ იგივე საფასო კატეგორიაშია, რაც არის საავტორო, ასე ვთქვათ, დიზაინერების ბრენდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მან უკვე იცის მერე ბიზნესი როგორ უნდა მართოს და მე ვეუბნებოდი რომ ბიზნესი ეს არ არის კომუნიკაციის ინსტრუმენტი, ეს არ არის სლოგანი, ხო? და ძალიან მიხარია მაგალითად თქვენ მაგალითზე ვიტყვი ახლა რომ თქვენ IT Step Academy-ამ რომ ბრენდ მოტო რომელიც ერთად შევიმუშავეთ და შენც ამ გუნდში იყავი, ერთად ვიყავით, აგერ გვესწრებიან კიდე ჩვენი მეგობრები, ერთად რო ვიმუშავეთ და ბრენდ მოტოს ანუ მთავარი იდეას რომელიც მე გამოვიდა კომუნიკაციაში განვითარდი და განავითარე, ხო? ეს არ არის უბრალოდ სლოგანი, ხო? ეს არის ფილოსოფია, რომ ანუ შენ განვითარდი, მიიღეთ სოდნა, შენ გარშემო მე განავითარე, შენი ქვეყანა, შენი ოჯახი, შენი სამეგობრო, შენი საქმე და ასე შემდეგ, ხო? ანუ უკვე იცი მე სად ჩახვიდე, ასე ვთქვათ, ჭიუხებში. ამიტომ ყველაზე ძნელი იყო ეს, რომ და დღემდე ძნელია, რომ აუხსნა ეს ბიზნეს, რომ ბრენდი არ არის მხოლოდ კომუნიკაციის ინსტრუმენტი. და ბრენდი არის მათ შორის ბიზნესის პირველ რიგში მართვის ფილოსოფია, იდეა
იდეა და მოდი ესე ვთქვათ, შესაძლებლობა რომ ნავიგაცია გააკეთო ბიზნესის რთულ გზაზე. როგორი იყო გზა? გზა იყო საკმაოდ რთული და არის დღემდე რთული. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ძალიან მოდაში შემოვიდა ბრენდი, ყველა ვიძახით ბრენდინგი, ერთი უბედურება გვჭირს ეხლა ვიძახით ბრენდინგს, ოღონდ სადღაც დაიკარგა მარკეტინგი. რატომღაც რა ვიცი, მარკეტინგი სადღაც თითქოს გაქრა რა, თითქოს არ არსებობს და კარგი მარკეტინგის მენეჯერი არის ის, ვინც კარგ ივენტს გააკეთებს, ან ახალი წლისთვის კარგ საჩუქარს მოძებნის, ან რა ვიცი რაღაცა და ამ დროს მარკეტინგი არის, მე რო ვეუბნები რომ რიცხვებთან უნდა იყოს ახლოს, მაქსიმალურად ფინანსების კარგად უნდა ესმოდეს. ცოტა უკვირთ, ანუ ბრენდმა რაღაც გადაფარა, ქართველებს ეს ჩვევიავთ ხოლმე, აღტკინდებით ხოლმე რაღაცა იდეა და აუ ბრენდ მენეჯერები, ჰეპინეს მენეჯერები, რაღაცეები დავირქვით, კარგია, მაგარია, მიხარია, ეგ კარგია, მაგრამ მარკეტინგი არ უნდა დაიკარგოს. ანუ ბრენდი არასდროს არ მე ვეუბნები რომ ჩვენი სტრატეგიული სესიების დროს 7 ძირითადი პუნქტიდან ყველაზე მე დროს ვხარჯავთ ხოლმე პროდუქტზე და სერვისზე, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ბრენდინგი არის, როდესაც შენ პროდუქტში და სერვისშივე გაქვს ყველაფერი ისე კარგად გათვლილი, რომ ის ისეთ სამოხმარებლო გამოცდილებას ქმნის, რომ შენ მე დამატებით ბჭყალებში რეკლამაც კი არ გჭირდება, ხო? აი, რო ავიღოთ iPhone-ის მაგალითი, რომელიც ყველას გვიყვარს, ხო? ნუ ყველაზე ისეთი მაგალითია. იქ არის ყველაფერი თვითონ ჩადებული, აღარ გჭირდება შენ რაღაც სამოხმარებლო გამოცდილება შეიძინე, კარგია, მე სხვებს უყვები და გიყვარს გიждდები ამ ბრენდზე, ხო? ამიტომ ეს არის ხოლმე ყველაზე რთული ამის ახსნა და ეს იძლევა მერე ფინანსურ მოგებას. შედეგებს და ეს აი ამის დანახვა არის ყველაზე ძნელი. ჩემს პრაქტიკაში ესე, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი кейსი გვაქვს გაკეთებული, რეალურად ჩვენ ესე ვაპოზიციონირებთ ხოლმე ჩვენ თავს, აი პრაქტიკული ბიზნესისთვის პრაქტიკულ სოლიუშენებს ვაკეთებთ რა ბრენდინგის საშუალებით და არა უბრალოდ მხოლოდ თუნდაც კარგი მისია მოვიფიქრეთ. არა, მისია უნდა მოვიფიქრო, იმიტომ რომ იმას სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ იმავდროულად რეალური უნდა იყოს ბიზნესისთვის. და ძალიან საინტერესო არის ბრენდინგი როგორ გაძლევს საშუალებას იპოვო საინტერესო გადაწყვეტილებები, რომელიც მუშაობს. და ეს არის ყველაზე ძნელი ასახსნელი. ჩვენს ქვეყანაში რო იყო საფონდო ბირჟა, მე ვეტყოდი რომ ფულს თუ კიდე ნუ გადამიხდით თქო, აქციები მომეც შენი კომპანიის თქო რა. მე გავყიდი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვართ რომ ბრენდინგი წარმატების საფუძველია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის. იმ მომენტში კიდე უჭირთ ფული, აი რა ძვირია, ხო, რა ვიცი, ცოტა ეს მომენტები არის. ანუ ყველაზე ძნელი არის ჯერჯერობით ორი პრობლემა არის, დამფუძნებლების დონეზეც და სტაფის დონეზეც, სხვათა შორის რომ გაიაზრონ ბრენდი კარგად რა არის და ბრენდინგი. აი მე მაგალითად ეხლა კითხვას დავსვამ. არ ვიცი ამ ფორმატში რამდენად ის არის, მაგრამ აი ხა შენ ძალიან მომეწონა ის რომ აჩვენე ბიკენტია საკაბავე იყო რა. და მე ამ კითხვას ვამ ხოლმე რომ რა არის, ნუ რამდენად ორი მაკდონალდსი, ბიგ მაკი, ნუ ბიგ მაკი კიდე პროდუქტის სახით ბრენდია, ხო? აი კითხვას ვამ რომ მაგალითად ბიკენტიას კაბაბს და ბიგ მაკ შორის რა არის საერთო? ხო. ხო, ანუ ისეთი კითხვა რეალურად ბრენდის გადმოსახედიდან, არ შეიძლება ვიღაცას პასუხი კონდეს. გამოვში. ოკეი, ნუ კი ბატონო, საინტერესო ვერსია. კიდე ხო არ გვაქვს რამე ვერსია? ხო, fast food-ი? ხო, ნუ fast food-ი კი ბატონო, მაგრამ ახლა გეტყვით ერთ საინტერესო რაღაცას. ნახეთ რა არის საიდუმლო რა. ბიკენტიას კაბაბი, არ ვიცი ახლა თქვენ შეიძლება გასინჯული გააქვთ, არა გაქვთ, ახლა ჩემს ახალგაზრდობაში იყო და დღემდე არის. რო შეხვალ და ის ფორმა როგორ ეს კაბაბი და დიდი წვენია ესეთი რა, პომიდორის ისეთი ცხარე, საკმაოდ ისეთი. და ბიგ მაკში რა არის ყველაზე საინტერესო, ბიგ მაკის საიდუმლო რა არის? საფირმო соуსი. ანუ ბიგ მაკ ბიკენტიას კაბაბსას და ბიგ მაკსას აქვს საფირმო соуსი. ანუ ბიკენტიას соуს, ანუ ის соуსი, ის ხორცი, რა ვიცი, შეურაცხყოფას არ ვიყე, ძალიან მაგარია და გემრიელია, მაგრამ იმ წლებში განსაკუთრებით, ანუ соуსი ფარავდა, ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც იმ გემოს ცუდი გაგებით არა, ანუ სპეციფიური იყო მოკლედ რა. და ანუ ეს соусია, ორივე საიდუმლო არის соуს. ეხლა ეს რო თქვა, რომ ბრენდის მთავარ ბიგ მაკში არის ეგ соусია. თორე იგივეა ბურგერი, პური, ყველაფერი იგივე, რაც სხვა იმასა აქვს მისივე პროდუქტს. ამიტომ ბრენდინგი არის ზუსტად ეს აზროვნების მოდელი, რომ რაღაცა იპოვო მომხმარებლისთვის საინტერესო და რაღაც დაუკმაყოფილო მას ის სურვილი გაჟღერებული ან გაუჟღერებელი, შეიძლება ინსაიტი იპოვო და ასე შემდეგ. ანუ ჩახვიდე რა, იმაში უნდა ჩახვიდე შეგნ. ამიტომ ეს არის ძალიან ძნელი, ძალიან სტრატეგიული სამუშაო. ზოგს ნიჭი აქვს, ბიკენტიას აღმოაჩნდა ეს ნიჭი, ხო?
და შესაბამისად გააკეთა ამ ადამიანმა ეხლა იპოვა ის გამოსავალი რომ იმ соусით ნახე იმ პური მოდის ორი დიდი ნაჭერი პურია შენ იმ პურს რო ჩააწოფ მე მაშინ იმ соуში და რომ მიირთმევ და ხორცაც რომ მიაყოლებ იმ ქაბაბს და დანაყრებული ხარ ერთი პორცია საკმარისია რომ დანაყრ ბიგ მაგზეც ეგრეა ანუ ეს არის გავსება ხო თითქოს ეხლა არაფერ შუაში არ არის და ბევრი მაგალითი შეიძლება ესეთი საინტერესო მოვიყვანოთ თუ როცა ბრენდინგზე ვსაუბრობთ ამიტომ გამოწვევა მე მაინც ვიტყვი რომ არის ერთი კომპეტენცია კარგად გავერკვეთ ყველანი რა ბრენდი რა არის ესე შევთანხმდეთ ყველა საქართველოს გვიჭირს რაღაცებზე შეთანხმება ხოლმე აი რა არის ბრენდინგი რომ არ არის ეს ბრენდინგი მარტო ვიზუალი ან მარტო ლოგო ან მარტო სახელი ან მარტო კრეატივი ან მარტო ზეკრეატივი ყველაფერი ერთად არის ოღონდ რაღაც კონცეფციაში მოხვდეთ ჩვენ რო ახლა საქართველოს პოსტა გავაკეთეთ მახსოვს რებრენდინგი მთელი პროცესი იყო საკმაოდ დიდი მახსოვს რომ ძალიან ბევრი ბრენდ კოდი რო შევქმნით, აი ლოგო საიდან გაჩნდა მეკითხები, რატო არ არის მტრედი მეუნებიან პოსტა, რატო ეუნები რომ მერცხალია, რატო მერცხალი, იმიტომ რომ საქართველოში ჩვენ ბრენდ კოდში ჩავდეთ რომ საქართველოს პოსტა უნდა იყოს კარგი ამბების მიმტანი. კარგი ამბების მომტანი არის მერცხალი ჩვენთან პოზიტივია, ხო, მოფრინდა გაზაფხული მოიტანა კარგია და მერცხალი და კონვერტის ზედდებით მივიღეთ, რავი, არაფერ რთული ამაში თითქოს არ არის, მაგრამ იქიდან წამოვიდა ბრენდის იდეიდან. ოღონდ მე უთხარი ჩვენ საქართველოს პოსტას რომ პატრულების ჯარიმები აღარ უნდა დაარიგოთ თქო. ხო, მართლა ესე უთხარით, დოკუმენტში ჩაუწერეთ, ანუ უთხარით რომ ცოტა მეტი შემოსავალი რო გექნებათ შს ფულს უხდის გასაგები ამ დარიგებაში, მაგრამ ნუ ეხლა აღარ დაარიგოთ, რა მოდის გაიტანეთ რა, სხვას მიეცით რა ეს ბიზნესი, იმიტომ რომ ბრენდს ესე არ უხდება. ბრენდი არის მნიშვნელოვანი, რაღაცაზე თქვა არა. რაღაცას კი ბატონო. ამიტომ ეხლა შენ რაც იქ აჩვენე ძალიან საინტერესო კადრები, ხო? იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საქართველოს ეს ნიჭიერების აი კრეატიულ შემოქმედებითობის, ხო, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უბრალოდ მე ცოტა სისტემურობა გვაკლია ხოლმე. აი ბრენდინგი საქართველოში არის მნიშვნელოვანი როგორც სისტემის შემომტანი ინსტრუმენტი და მე ვამბობ რომ ბრენდინგი მათ შორის არის კონკურენციაში გამარჯვების ინსტრუმენტი. ბრენდინგი არის უკეთესად, ყველამ რო უკეთესად ვიცხოვროთ. მე მინდა რომ საქართველოში რაც შეიძლება ბევრი კარგი ბრენდი იყოს და მიხარია ამას მეც რო ვაკეთებ. იმიტომ რომ მე ვიღაცების ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, უფრო კარგ პროდუქტს იღებს, კარგ სერვისს და რაღაც ეს ფილოსოფია საინტერესოა, რომ აი რაღაცა აი ესე ვიტყოდი. არ ვიცი რამდენად შენ კითხავს. კი, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით. აი იმდენად და მეც ვინც ვისთანაც მაქვს ხოლმე საშუალება, აქ არიან ჩვენი მეგობრები და ბრენდინგზე და ზოგადად კომუნიკაციაზე რო ლაპარაკობ თუნდაც კურსზე ყოველთვის რაღაცაზე ანთებული ვარ ხოლმე ამ თემაზე, იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდე და რაც არ უნდა გაგახსენდეს, ყოველთვის ისეთი საინტერესო რა. და ისე რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უпростоად ნებისმიერ პირს აანთებს და რაღაცა თუნდაც საფუძვლებში რომ უღრმავდები რა. ბიგენდიაზე მინდა ერთი ფაქტი გითხრა. შეიძლება დაკვირებულ ხარ, ან რო შედიხარ, ხო, ნუ ფეხზე დგები ჭამ და ნუ დასაჯდომები არ არის და რაღაცა ეგ თემა, მაგრამ შეკვეთასაც ხმამაღლა აძლევ ახლა იქ, ხო, რა, რაღაცა ეუბნები პორციას რა და პორცია არის 2 ცალი ქაბაბი წვენში. აი რა, აი სამცალიანი გამოუშვი რა, რაღაცა პულიანი ტიპი ხარ, სამცალიას და არის კიდე ასობი. აი ასობი გამოუშვი და ასობი ხო განსაკუთრებულად ასობი არის 1 ცალიანი. რო იქ რო არ გაგიტყდეს დაძახება რო რაღაც ერთი რაღაც ამის მიდგომასაც ხო რაღაცა ეგეთი ზურგის წინიდან მოდის მართლა რა კი ბატონო მიდგომა ლევან სამ გავაგზავნებთ მე საჩუქარი გვაქვს შენთან ეს არის ჩვენ მეგობარი კომპანია ესეც უკვე 5 წელია რაც ასტარტაპებს მაგრამ სანამ გახსნი და ნახავ მექნება ეს პატარა ვიქტორინო ამბავი კი ბატონო და ორ მინიშნებას ამბები ყოფილა ანუ unboxing-ი უნდა გავაკეთო ხო საიდან მომარე ხო ხედა კი სიამოვნებით კი ხო ორ მინიშნებას მოგცე რა შეიძლება იყოს პირველი არის ზოგადად კრეადორა ეს არის ტყავის არტიზანული აქსესუარების ქართული ბრენდი. ეგ ერთი მინიშნება. საინტერესოა, კი. და მეორე არის გიმარტივებს მოგზაურობას. მოგზაურობას მიმარტივებს? ორგანიზებას უკეთებს. ნუ არ ვიცი ეს წელზე გასაკეთებელი არის რა ქვია არ ვიცი ზუსტად ეს არის და სხვათა შორის თვითონ კრეადორს დაგვიკავშირდა შევოგთავაზა რაღაც ურთიერთობა და ასე შემდეგ თვითონ თქვა რომ მე თუ გავიცნობ სტუმრებსო და ჩემი ვითო შევარჩევ და რატომღაც აი ეს
ის შემოგთავაზა ეთქობა 20-26 წელს ბევრი მოგზაურობა ხო და მაგამ ბავში ძალიან დიდი მადლობა ესეც საჩუქრები თუ იყო ხშირად დამპატიჟეთ ხოლმე ერთი რაღაც მართლა უნდა გაჩვენო ნახე ეთქო თვითონ ის ჩანთა არის და კიდე რაც არ განსაკუთრებული არა ლამაზია ორგანიზერი არის ძალიან მადლობა ძალიან კარგი რაღაცა პასპორტი რამე და აქ მოაყოლეს ასევე ერთი პატარა აი თავი ეს უნდა იყოს დამატებითი ხოვიდი და ეს არის ყავის დასაცავის საშუალება ანუ 2 წელიწადში ერთხელ ერთ წელს შეიძლება გადააპრიალო და მოკლედ მუდმივად თან გამოყვეს მოგზაურობაში დიდი მადლობა ოკეი, აი ის ამბავი რო გავხსენთ, ახლა ჩვენ ხო შევხვდით ფიზიკურად შევხვდი სტეპში და ართა სტეპმა მომცამი ამის საშუალება რომ შევხვდი რომ ხელი ჩამოგვერთმია და რაღაცა ანუ იმიტომ რომ შენ შემოქმედებას მანამდე ვიცნობდი და აქ რო დავიწყეთ მუშაობა სტეპის ბრენდინგზე თელი ის პერიოდი როგორ იყო ეს აი მთელი მკვირების განმავლობაში რომ რაღაც იმას ხო მოგზაურობიდან რომ დაბრუნდები და ინერციით რომ მოყვება მე რაღაც ის კაი შეგრძნებები ეგრე მოდის დღემდე რა რაღაცა ეს ბრენდის თემაში რაც მოგდევს და რასაც ვაშენებთ მაგის გარშემო რა ეს განვითარდა და განავითარე და ნუ მაგის იდეის ირგვლივ მე დაშენებული ზუსტად ეს კურსებში რომ ყველგან ის არის და მე დავამატეთ რომ ეს ყველა ნაბიჯი დაგეგმილია და რაღაცა ეს ეტაპები და მოდის აი მოტოდან რა მით უმეტეს ახლა თბილისში Wi-Fi ვისაც დაგვიჭერია ყველას თბილისის citizens ყველას გვახსოვს ანუ აი ამ რაღაცა მესიჯებზე რაღაც იმაზე დადის ხო რაღაცა ის რომ ეს ემოცია გადასცედა. კითხვა რასაც უკავშირდება მაინც აი ქართულთან მივდივარ რა რომ ეს ქართული სტილი ზოგადად ბრენდინგში რა რამდენად ნარჩუნდება, რამდენად აქვს ბიზნეს მაგის თქვა დამოკიდებულება და რამდენად ითვალისწინებ თქვა ქართული თემატიკა ხო ქართული სტილი და აქვე აი ერთ პატარა იმას ვიტყვი კიდე რომ ერთი კაი ადამიანი ხო ყველგან რო ჩოხის ქილებს ტენიან რა ანუ ქართული თემაზე რაღაცა და ეთნოპორნოგრაფიას ეძახის ვიზუალში რო ტენიან მხოლოდ ქართულ თემას და რაღაცა იქ შიგნით რო რაღაც ითქოს კაი სერვისი ჩვენი არ არის ანუ რაღაცა ანუ ეს ძალიან კარგი სიტუაცია. კი, ძალიან საინტერესო კითხვაა და ეხლა ვცდილობ ჩემი ნამუშევრებიდან გიპასუხოთ. ხო, ჯერ ზოგადად ვიტყვი რომ ნამდვილად ერთი პერიოდი იყო რომ აი ქართული არ გვინდა რა ცოტა არც სახელი უნდათ, არც შინაარში ბევრი შეტანა, იმიტომ რომ ნდობა არა აქვს ქართულს, იყო ესეთი მომენტები რა. თუმცა აი მაგალითად ეხლა რო გითხრათ, ჩვენი მოფიქრებული ნეიმინგის სახელი არის მეამა ჩვენი მოფიქრებულია ძალიან საინტერესო იყო რომ დავალება იყო რომ უნდათ ესეთი სახელი რომ აი რაღაც საინტერესო ყოფილიყო რომ ქართულიც ყოფილიყო მაგრამ იმავდროულად რომ ყოფილიყო განსხვავებული და ნუ ძალიან ბევრი ვიწვალეთ სიმართლე რო გითხრა და მე რაღაც ოღონდ ეს სხვა ძალიან საინტერესო ისტორია იყო რომ ეს პირველად ეს სახელი სეტში რო შევთავაზეთ 5 სახელი გაუგზავნეთ პირველ ჯერზე დაწუნებული იქნა ხო მე მეორე სეტი გაუგზავნეთ მეორე სეტიდან აირჩიეს სხვა რაღაცა რა და ნუ აი ამას ვამტკიცებთო და მე უცებ მოგვიბრუნდნენ და არაო მოკლედ იყო რომ მე ამა და ძალიან საინტერესო ძალიან გაგვიხარდა იმიტომ რომ თან ქართული სიტყვა თან იტალიური ჟღერადობა რაღაც ყავისგან გამომდინარე რაღაც უნდათ რომ ესე ყოფილიყო და კარგად დამკვიდრდა მეორე თემა მაგალითად იყო ასევე ლუდი ტაატი რომელიც აი რა ვიცი თავიდან ბოლომდე რა ვიცი შემოფიქრებული კონცეფცია თვითონ იდეიდან რომ კრაფტი რომ ცხოვრება ძალიან სწრაფად გაგდის რა რაღაც ზედაპირული ხდება და სიღრმეში არ ჩადიხარ და კრაფტი როგორც უფრო მეტი გემოს მეტი ცხოვრებისეული ემოციების და განცდების მიღების შესაძლებლობა რომ ჩაუღრმავდე და ამ ყველაფერს ცოტა შენელება ჭირდება არ უნდა რა ეს სიჩქარე და შენელება მე მიგვიყვანა იდეამდე რომ ქართული სიტყვა ტაატი გაგვახსენდა და ტაატზე ძალიან საინტერესო ისტორია იყო რომ შევთავაზეთ ნუ თქვენს რომ
არ ვიციო და მე ვთხოვე უბრალოდ რომ მოდი დატესტოაზე მაინც გაეშვათ რა, იმიტომ რომ ტესტირებები გაეკეთებინა და ფოკუს ჯგუფებში და მე რომ დატესტეს კვლევებში, მოკლედ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და აი დღეს გვაქვს. ანუ ქართულის თემა ძალიან მოდი ესე ვიტყოდი რომ პირიქით ეხლა ძალიან ტრენდულია, თუ შეგვიძლია ესე ვთქვათ, მივიდა უკვე რეალურად ჩვენი ეს ბიზნესი ამ თემამდე და პირიქით ეხლა რაღაცა ძიებები მიდის ამ მიმართულებით, რომ ბევრი რაღაცა და იმდენი რაღაცა გვაქვს ჩვენ საინტერესო მაგალითისთვის ვიტყვი ქართველებს, რომ სერვისიც კარგი გვაქვს და ყველაფერი უბრალოდ ამას ცოტა ორგანიზება ჭირდება. აი მე ერთ-ერთი ალბათ ძალიან მეამაყება ეს ბრენდი, იმიტომ რომ შევქმნით დაახლოებით 17 წლის წინ. თუ სწორად მახსოვს 17 ან 5 ეს არის მასპინძელო. და ნუ ეს ქსელი რავი დღემდე ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს ქართული სამზარეულო დროული მომსახურეობის, სწრაფიკვება რა დროული მომსახურეობის და პროტოტიპი ავიღეთ. იდეა წამოვიდა რომ გვინდოდა რომ სერვისი ყოფილიყო, სერვისი იგრძნობოდეს, რომ არის კარგი. და ავიღეთ ფიქრი რომ დავიწყეთ, მოკლედ მივედით დასავლეთ საქართველოსამდე, ხო, იმიტომ რომ დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთს არაფერს არ ვერჩი, კაცო ძალიან ის არის და გიждდები კახეთში სტუმრობებზე, მაგრამ ის მაინც არის, აი მწვადი მოვიდა რა, ეხლა გინდა, არ გინდა რა. ძალიან დემოკრატიული სისტემაა რა. არ გინდა, შეიძლება გაისეირნო საერთოდ და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ აი დასავლეთ არის რომ აბა შენ იმერეთის ამეგრელო გურია აბა ბავშვებს და აბა ეს და ნუ მოკლედ არის აი ეს რაღაც თავზე შემოვლების ასე თქვათ მაქსიმალური კონცენტრაცია და იქ მათ შორის ამ კულტურის ერთ-ერთი ნაწილი რა არის რომ ნუ შეძახილი ხო გრძელი ეზოებია ხო ოდასახლები უკან დღეს და შორდან და მასპინძელო დაიძახოს და ეს შეძახილი ავიღეთ და ვთქვით რომ მოდი როგორ გავაკეთოთ იცი რომ თითოეული სუფრის მასპინძელი ოფიციანტი კი არ ხარ ანუ შენი სუფრის შენი ოჯახში მოვიდა სტუმარი და თავი რო წარმოიდგინო სპეციალური ტრენინგი გავუკეთეთ სხვათა შორის მომსახურე პერსონალს მარჯანიშვილის თეატრის ვთხოვეთ პატარა მინი მიზანსცენა დადგეს როცა ჩამოდის დასავლეთიდან მისი ოჯახი და ეს თბილისში მუშაობს მე-19 საუკუნის პროტოტიპი ავიღეთ თბილისის ჩამოდის ოჯახი რესტორანში სად მუშაობს ეს ჩვენი ბიჭი ერთი შევხედოთ ჩვენი ბაღანა და მოვიდნენ რესტორანში და ის როგორ ემსახურება ან და მასპინძელია რა იმ სუფრის და ჩვენ აუხსენით რომ ყველა მაგიდა რომელსაც შენ ემსახურებული ჩათვალე რომ აი როგორც ამას შესაბამისი мотиваციები ასე ვთქვათ გაუკეთეთ და ეს იყო ის იდეა რომელმაც მე პოვა განვითარება მე სიმართლე გითხრა ამ რესტორანში ისე გავაკეთეთ რომ რა ვიცი იმედი ამაში ხარ რაღაც არ დამადანაშაულებენ რაღაც იმების დარღვევებში უფლების მაგრამ ბიჭები გადავანაწილეთ სხვა რესტორნებში გადავიდნენ იმიტომ რომ მასპინძელო იყო შეძახილი მასპინძელო რომ მასპინძელა გოგო არ გამოდიოდა და მასპინძელო მაინც აი კაცი გამოდის ხო ჯერ ასე თქვა და შესაბამისად ამ რესტორანში უმრავლესობა ეხლაც იდეაში ეს კონცეფცია შენარჩუნებულია, ოღონდ მან ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეძახილი ყოფილიყო რა. და ჩვენ ეხლა აღარ ვიცი რამდენად შენარჩუნდა, მაგრამ ჩვენთან სულ იყო პრობლემა, რომ გახსონ არის საფრანგეთში და არ ითვლება ხო რა იქ ჩაულებათ ეს ეძახიან რაღაც იქ სადღაც ეძახიან სხვადასხვა და ჩვენთან საქართველოში სულ პრობლემაა. რა უნდა დაუძახო? ის უკაცრავად სახელი ოქროკაცი აი არ ვიცი ხვალ ძალიან სულის არის ხოლმე რა ვინმე რა ვიცი და აქ იყო ძალიან განო მასპინძელო და გვეწერა რომ გთხოვთ ოფიციალურად მიმართ მასპინძელო და მასპინძელო შენს და ხალხი ერთობოდა ამით ანუ რაღაც ფანი გახდა რა რომ კაფეში ზიხარ რესტორანში ზიხარ რაღაც და მასპინძელო ისიც მოდის შენც რაღაცა და ძალიან საინტერესო როლური ასე ვთქვათ ეს გამოვიდა ანუ ქართული ეს არის ყველაფერი ალბათ კომპანიაზე მენეჯმენტი უნდა გამოყვეს ამაზე და მეორე თემა არის ის რომ შენც მიაწოდო საინტერესო იპოვო იმაში ანუ ბრენდინგის თავარი ის არ არის კრეატიულობა არის რაღაცა საინტერესო იპოვო და ეს გამოიტანო წინა პლანზე და ეს არის ხოლმე როგორც წესი ყველაზე რთული ოღონდ მე ეს ყველაფერი იმავდროულად მართვაში თუ ეს კომპანიაში არ გაიჟღინთა ბოლომდე ამ ბრენდით კომპანია დარჩება დოკუმენტად დაშ დაგიკრავენ ფულს გადაგიხდიან მაგრამ არიც ვერ იცოცხლებს რა ანუ ეს ძალიან ესეთი უნდა იყოს მათ შორის მართლა უნდა ჭრიდეს რაღაც გარკვეულ პრობლემებს პასუხობდეს ინსაიტს და ასე შემდეგ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქართული თემატიკა მე ვიტყვი რომ ალბათ
ძალიან საამაყო მე ერთადერთი გული რაზე მწყდება ძალიან საამაყო ბრენდები გქონდა ჩვენ ქართველებს ოდიდგანვე მაგალითად გენეტიური რეკლამები არის ლაღიძის წყალი, აჭარული ხაჭაპური, თბილისის დინამო, ესე ვარქმევ მე უბრალოდ გენეტიურ რეკლამას იმდენი წელია მოდის ხო? და სულ ეუბნები რა ქართულ კომპანიებს და ბრენდებს რომ არ გინდა თუ აი საქართველოს რო წარმოადგენდა ისეთი ბრენდი იყო რა, ანუ ზოგადად იყო, ცოტა დიდი მისია რა, შესაძლებლობებს ვერ დაუწუნებ ჩვენ ქართულ კომპანიებსაც. მათ შორის ფინანსურ ინსტიტუციებს და მე მithქვამს ხშირად რომ იცი რა აი არ გინდა რომ მოდი ერთი ისეთი ბრენდი გავაკეთოთ რა რომ აი ცოტა ქვეყნის გარეთ რო სხვანაირად კიდე ილაპარაკი იმიტომ რომ ქართულ ღვინოს რო ამბობ ეგ შენი დამსახურება არ არის ეს ქართული ღვინის დამსახურებაა 8000 წლის წინ დაიწყო იმ ადამიანმა წურვა ჩვენმა წინაპარმა და უწყვეტი ტრადე დღემდე ვწურავთ ამ ღვინოს შენ უბრალოდ მიეწები ამ კატეგორიას და ფულ შოულობ ამაზე ღმერთმა გაგიმარჯოს კარგია მაგრამ მოდი რა კიდე მეტი გავაკეთოთ რაღაცა სხვა აი ცოტა გვიჭირს თუმცა თუ გავიხსენებთ ისტორიას აი სარაჯიშვილიდან დაწყებული დამთავრებული კი არა გაგრძელებული არ ვიცი სხვა დიდი ბიზნესმენებით მაშინდელით იმათ ჰქონდათ ეს ამაღლებული იდეები რა ცოტა ამაღლებული იდეების დეფიციტია საქართველოს რეალობაში ამას ვიტყოდი თუ აი ახლა შეძახილზე მე აქვე მინდა გთხოვო დაუსწრია აუდიტორიის წინაზე რომ წინაშე რომ აი რადგან ბრენდინგზე ეს დავიწყეთ და ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ ლაპარაკი რომ ალექს ჩიქოვანთანაც ჩაგვიწყო მე საქმე რომ მინდა რომ დავპატიჟოთ მოგლეთ ალექსი მომისმინე ახლა შენ რო არ მოხვიდე ახლა შემდეგ გადაცემაში ეს იქნება ჩემი ასე ვთქვათ მინუსი რა და ამ ხალხთან ძალიან გთხოვ არ შემარწყვინო და მოგლეთ გეპატიჟები შემდეგ გადაცემაში რომ მოხვიდე და პირადადაც გადავცემ აი ეთერით გადავეცი პირდაპირ იმიტომ რომ მე ალექსი შოთიკო რა ვიცი კიდე ბევრი ადამიანი რა ვიცი ძალიან ბევრი თანამოაზრეები ვართ იმიტომ რომ ბრენდინგში ფიქრობთ ერთნაირად თუ რა არის ბრენდი და რას უნდა იმსახურებოდეს და ძალიან მიხარია ამ ადამიანების წარმატება ასე რომ ალიოშკა გელოდებით ალექსის ერთ кейსი ვა განსაკუთრებით ნუ ახლა პიკენტიათი და ქუთაისით ალექსის შეუშაოლებ ეს ქართული სამზარეულო აგერ არის რაცა ჩვენც გვილაპარაკია მაგაზე რა რომ ამ შედიხარ და ზოგადად მასპინძელო როგორც ლევალმა მოყვა რა ბიჭებს გოგოებს მომსახურე პერსონას მართლა წერი ოქროკაცი ჩემი ძმა კაი გოგო რასაც ეძახიან გარდა ხო სახელებს აწერენ და რაღაც ესეც მიდგომა არის ისეთი რომ ფანის გართობის ნაწილს რაღაცა მე word of mouth რო გრძელდება ეს ისტორიები და კი, რა თქმა უნდა, ანუ ბრენდინგში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეს უშუალობის ელემენტებიც იყოს. სიღრმეც უნდა იყოს და რაღაც უშუალო ელემენტებიც ერთდროულად უნდა იყოს რა. კი, ზუსტად. აი, მე მგონი არ გამოგივა რომ გვერდი არა ვართ, იმიტომ რომ რაღაცა კუთხით გავკარით რა, შევეხეთ მაინც იმ შეცდომებსაც რაღაცა და ცოტა რომ მოდი დავუთმოთ დრო ამ ნაწილსაც, რომ ეხა ყველაზე გამოკვეთილი ყველას გამოკეთეს ალბათ, მაგრამ ძირითადად მაინც რა შეცდომებს უკავშირდება აი კომპანიის ბრენდთან დაკავშირებას აი ბიზნესის მხრიდან რა გვაქვს გამოსასწორებელი პირველ რიგში გათავისება იმისი რომ ეს არის სტრატეგიული ინსტრუმენტი. ანუ ბრენდი არის სტრატეგია და შეცდომა პირველ რიგში არის ხოლმე მიდგომაში. ჩვენთან სტრატეგიის მცნება არის ძალიან გაბლარული რა ესეთი არამკაფიო. ბევრმა არ იცის სტრატეგია რას ნიშნავს და შესაბამისად ბრენდი რო სტრატეგიული ინსტრუმენტია ამის ვიტყოდი ესე ნაკრეშება ჩვენი ბრალიც არის რა ჩვენ არ მივაწოდეთ წესიერად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავ პრობლემას ერთ-ერთს მეორე თემა არის ის რომ ხშირ შემთხვევაში ბიზნესში როგორ არის ანუ არის ჯერ არის ბიზნეს ამოცანა უნდა იცოდე მერე კომერციული მათ შორის მარკეტინგული ამოცანა და ჩამოვიდეს ხო ქვემო და ძალიან ბევრგან რომ მივსულ ვარ და მithქვამს რომ მოდი აი გვინდა რებრენდინგი მაგარია, მიხარია, პოტენციური დამკვეთია. მაგრამ რო ვეკითხები რომ ანუ რა მოლოდინი გაქვთ, რისთვის გჭირდებათ ეს? იმიტომ რომ რებრენდინგს, ბრენდინგი კიდე გადავდოთ, აქვს თავისი
მოცემულობა ესე არ არის, რომ მოდი რებრენდინგი გავაკეთოთ და პირველ რიგში ლოგოსრულებით იწყება. თან ახალი დირექტორი თუ მივიდა ეგრევე. აუცილებლად რაღაც თავისი ხო ან სახელი უნდა რაღაცა უნდა ქნას, მოკლედ რაღაცა ეს არის. ხო და აქ არის თავარი მიდგომა, რომ ვეკითხები რისთვის, ანუ რა ხდება. ანუ მაგალითად სიტყვაზე ვთქვა, ჩვენ ახლა გავუკეთეთ რებრენდინგის პროცესია, უბრალოდ თვითონ ფრაზაც რომ რებრენდინგი და გავაკეთეთ, ალბათ რებრენდინგის პროცესია. მაგალითად MBC მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო, გახდა მიკრობანკი და რებრენდინგი მას დაჭირდა, იმიტომ რომ თვისობრიობა შეიცვალა ბიზნესმა. ანუ მიკროსაფინანსო სხვა რაღაცა, მიკრობანკი ფაქტიურად ბანკი გახდა, ოღონდ ცოტა შეზღუდული ჭერებით, ხო? ეხლა რაღაც. ანუ თვისობრიობა შეიცვალა, ხო? მანამდე მარტივად რო თქვა, მაგალითად დეპოზიტის მოზიდვა არ შეეძლოდა ბარათის გამოცემა, ეხლა უკვე სხვა ბაზარზე შევიდა აბსოლუტურად და მას ჭირდება რებრენდინგი. ან მაგალითად რებრენდინგი შეიძლება გჭირდებოდეს, როდესაც არ ვიცი, ახალ სეგმენტზე აბსოლუტურად გინდა გაფართოება. ან ხედავ რომ კონკურენცია იმდენად გაძლიერდა რომ შენ რაღაცა სხვა რაღაცა თუ არ მოიფიქრე და სხვა რაღაცით გამორჩეული თუ არ იქნები შეიძლება ჩაიკარგო უბრალოდ ხო მაგალითად ლევის დაემართა ერთი პერიოდი ეგეთი რაღაცა თუ ლევაის სწორი ალბათ ესეა ხო ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ აქ არის ის რომ ვერ გაცნობიერება, მოკლედ მე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ყველას გვაკლია, ჩემიდან დავიწყე პირველ რიგში, ალბათ კიდევ უფრო მეტი კომპეტენცია არის საჭირო, იმიტომ რომ ბიზნესის კეთება არ არის უბრალოდ ფულის შოვნა. საქართველოში ეს თემა, ვინც ბევრი ფული იშოვა, აი კაი მანქანა რო იყიდა, ის გონიათ ბიზნესმენი და აბსოლუტურად სუსხამცნება და რო ეკითხები, რა არის ამოცანა, მარტივ კითხვას უსვამ. აი ამოცანა რა, მეტი ფული იშოვო, გავიგე, მეტი გაყიდო. ყველაზე ტრივიალური კიდე, აი მე გაყიდვები გაიზარდოს. მეუბნები რომ გაყიდვების გაზრდა რას ნიშნავს, ანუ რასთან არის დაკავშირებული, ხო? და ვერ ასახელებენ კონკრეტულ დავალებას. აი შეცდომა თუ შეიძლება ეს ითქვას, ეს ერთი. ეხლა მეორე მთავარი შეცდომა რაც არის ხოლმე და ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის. მოკლედ ჩვენ ხო ეხლა რებრენდინგი გავაკეთეთ იტყვიან, ხო? და ეხლა მარკეტინგმა მიხედოს რა. მიხედოს რა, მარკეტინგის მენეჯერი ხო ყავს, არ ვიცი, ბრენდ მენეჯერი ხო ყავს და ეხლა შენ მიხედე და ესე არ არის, ანუ ბრენდით არის გამშვალული თქვენ კომპანიის იდეა, გაჟღენთილი უნდა იყოს, არ არსებობს დეპარტამენტი, რომელშიც მე მინახია კომპანიები, ჩემი მუშაობის დროს ლოჯისტიკას გაცილებით მეტი, აი მაგალითისთვის რო ვთქვა, მე რა მინახია, თქვენს გინახიათ, რა ვიცი, მთელი ზარა არის, მოდელი არის, ეს არ არის ტანსაცმლის, ეს არის ლოჯისტიკური კომპანია. აი ზარა არის ლოჯისტიკა. ანუ რატოა რომ ყოველდღიურობაში ანუ იცვლება კოლექციების ან ლოჯისტიკაა და ნუ მისი ზარა ამბობს პირდაპირ ამბობს რომ არაფერს ვიფარავო პირდაპირ ამბობს მილიონებს იხდის ყოველ წელს იხდის იმ მილიონებს არა დარდებს როგორც კი ეს არის კეთვოქსზე ჩანახატებს გააკეთებენ გამოდიან შეკერილია უკვე და ეს არის ლოჯისტიკური კომპანია მისი ბიზნეს მოდელი არის ლოჯისტიკა შესაბამისად, როცა ჩვენ საუბრობთ ბრენდზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს, რომ ბრენდი ეს არ არის მარკეტინგის მენეჯერის, ან ბრენდ მენეჯერის საქმე. და მე ამას ვეთყოდი, რა ვიცი, პირველ პირებს და ამფუძნებლებს, იმიტომ რომ ჩვენ რომ მოგწონს რაღაც დიდი ბრენდები იქ ზუსტად ეს იდეა, კონცეფცია, მთელი კომპანია საიდან დაიწყება არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ქვედარგოლიდან, დამფუძნებლიდან, არ ვიცი, აქციონერიდან, კონკურენტი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველას ეს მოდეს რომ ეს არის მთელი კომპანიის საქმე. ამიტომ ჩვენ როცა ბრენდინგს ვაკეთებთ, მე როცა პირველი ვიწყებთ კომპანიის შიგნით კომპანიის შიგნით ინტეგრაციას, კომპანიის შიგნით რა ხდება, იმიტომ რომ შიგნით თუ ვერ იმუშავა ამ ბრენდმა, გარეთ 100% ვერ იმუშავებს. 1-2 წელი იმუშავებს, 5 წელი იმუშავებს და მოკვდება რა, აუცილებლად რა. ამიტომ ეს არის მეორე მთავარი შეცდომა, რომ ბრენდინგი ეს არ არის მარკეტინგის მენეჯერის საქმე, ან ბრენდ მენეჯერის საქმე. ეს არის კომპანიის ფილოსოფია, ამით უნდა იყოს გამსჭვალული ყველა რგოლი მარტივად რო თქვა და მაგალითს ვიტყვი ახლა სიტყვაზე ვთქვათ რომ გავიხსენო რას ნიშნავს დაუშვათ როცა ამაზე ვსაუბრობთ. აი მაგალითისთვის იგივე საქართველოს პოსტაზე ვთქვი ხო დაუშვათ იგივე საირმე მინერალური წყალი როცა ჩვენ გავაცოცხლეთ ხო იქ იყო მაგალითად თემა ის რომ საირმე არის სამკურნალო ბრჭყალებში წყალი ესეთი პოზიციონირება ჰქონდა და ჩვენ როდესაც მიირთვით ყოველდღე გამოვიტანეთ ასე ვთქვათ სლოგანად და შესაბამისად საირმეში მის მთელ შეფუთვაში შევიტანეთ ისეთი ელემენტები რომელიც თლიანად ბრენდის იდეას პასუხობდა და შესაბამისად ისე
დამუშავდა, ისე შეირჩა ტექნოლოგთან ერთად ის წყაროები, საიდანაც უნდა აგვიღო პროდუქცია, რომ ის ყოველდღე მოხმარებადი ყოფილიყო. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის იდეას, რასაც ქმნი, მე ისე იყოს მოწყობილი მთელი კომპანია, ამაზე იყოს აგებული. იმიტომ რომ არ შეიძლება აქ რაღაც დაპირება გასცე და ცხელხაზზე დაგირეკონ და საერთოდ სხვა რაღაცა გიპასუხონ, ხო? ამიტომ ეს არის მეორე მთავარი შეცდომა და მესამე ალბათ ყველაზე მთავარი ეს არის ბრენდინგი არ ნიშნავს მეტი ფულის ხარჯვას. აი, ხშირ შემთხვევაში პირიქით არის კიდევაც დანახარჯები, რაც აქვს იმის კონსოლიდაციას აკეთებს. ეს არის ყველა დონეზე სისტემურად, ანუ ჩვენს ქართულ ბიზნესებს აკლია სისტემურობა. და აკლია იცი რა, ბრენდი არ იქნება HR-ზე, ბრენდი იქნება უმრავლესობა მომხმარებლების, ჩვენი დამკვეთების რომ მივდივართ, ვეუბნებით რომ მომხმარებლების ბაზები მოგვეცით და აბა ამოცანა რა არის. არსებულ მომხმარებელს არ უფრთხილდებიან. აი ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი, ეხლა მივედი შენთან საუბარში გამახსენდა, რომ ერთგული მომხმარებლების თემა რა, ანუ ყველა ეძებს აი ახალი მოვიყვანო და შენ თუ ეხლა ჩაერთვები ჩვენთან გექნება ორჯერ სწრაფი ინტერნეტი, რაღაცა აი ამ ფასკაც მე რო ვარ ამდენი ხანი შენი მომხმარებელი, მე რა ვქნა, გამოვეთიშო და თავიდან ჩავერთო, ანუ მე რატომ ჩაგრავ, ხო? უსამართლობის შეგრძნება მიჩნდა. ანუ ერთგული მომხმარებლების და სხვათა შორის ბრენდის ღირებულებები, რომელიც საوغარეთ ფასდება და ჩვეულებრივად, რავი, ტრილიონებს თითქმის აღწევს 9 ტრილიონამდე ავიდა მგონი ღირებულება საუკეთესო ბრენდის. ანუ ნახეთ თემა რა არის. იქ როგორ იზომება ეს ღირებულება, ის არის არამატერიალური აქტივი. უпроსტოდ ფაქტიურად არის ფინანსური აქტივი, იმიტომ რომ შეუძლია რომ ჩვეულებრივ გაყიდოს და აქციები განათავსოს. საქართველოში მე ამას ვცდილობ სხვათა შორის დღემდე რომ ეს მიღწეული იყოს, რომ ბრენდი გახდეს შენი ფინანსური აღრიცხვიანობის დროს ქარხანას რო ამბობდა იმას რა ქვია, აფასებ რო სკამი ამდენი ღირს და დანადგარი ამდენი ღირს, რომ ბრენდი რამდენი ღირს, რომ მონეტიზაცია მოხდეს. ამ დროს ყველა უფრო კარგად დაინახავს ბრენდის ფასს. და ყველაზე მაღალი წილი ბრენდის ღირებულების შეფასებაში აქვს ერთგული მომხმარებლების რაოდენობას. იმიტომ რომ ეს ნიშნავს გარანტირებულ გაყიდვებს. ანუ ბრენდი რო იყიდება, BMW-ს მაგალითად მომხმარებლის ახალი მოდელის მყიდველის 80% არის, ვისაც უკვე ყავდა BMW. თუ ცოტა მეტი ფული იშოვა, კიდე შეიძლება Porsche-ზე გადაჯდეს. მომხმარებლის გზა არის საკმაოდ ისეთი. ან მაგალითად iPhone-ი, რა ვიცი, ვისაც აქვს ალბათ iPhone-ი, მე ალბათ ძალიან ცოტა ვიცი, ვინც გადავიდა iPhone-ზე და მე კიდე სხვაგან, არ ვიცი, სხვა ბრენდზე გადავიდა. ანუ ერთგული მომხმარებლები და ერთგული მომხმარებლების მოფრთხილება. აი კაფე, რომელშიც ადამიანი შედის და მიირთმევს ყავას ყოველ დღე, ის უფრო მნიშვნელოვანია და მეც არაფერს არ იღებს, ვიდრე ადამიანი, რომელმაც შემოირბინა და ნახევარი დახარჯეს, იმიტომ რომ ის ადამიანი ყოველ დღე დადის. შენი გარანტირებული გაყიდვა და გარანტირებულ გაყიდვას უნდა ბრენდს უნდა მოფრთხილება, მომხმარებელთან ურთიერთობა. მომხმარებელი არ მიყვარს საერთოდ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ადამიანია რა და ბრენდინგი არის ადამიანზე საერთოდ. იმიტომ რომ მეორე მხარეს დგას ადამიანი და შენ არ უნდა უყურო მას როგორც აი მომხმარებელი მარტო, იმიტომ რომ მასთან ერთად უნდა ეცადო რომ რაღაცა ისეთი საინტერესო მისცე, რომ მისთვისაც საინტერესო იყოს შენთან ურთიერთობა რა. ალბათ ეს არის შეცდომები, არ ვიცი. კი, აი ლოიალობაზე და ერთგულ მომხმარებელზე რა, შემთხვევა მქონდა ეგეთი, რომ დარბაზში დავდივოდი, ვარჯიშობდი, გაიბიჯე ვიყავ ერთ დროს. და რაღაც ფასტაკლება მქონდათ რა. 2-3 თვე, 4 უკვე რაღაცა რო გეტყობა იმ ეტაპზე ვარ რა, სხვაებიც რო გამჩნევენ უკვე. რაღაცა და მეთქი ფასტაკლებით მქონდათ ფასტაკლება კაცო ნახე რაღაცა და რა ფასტაკლები მეთქი ესე და არა, ეგო შენთვის არა, ეგ ახალი მომხმარებლების მე რა ვქნა, ხო? ხო და მე რა ვქნა, მე ის კითხვა ერთხელ. აი მქონდა რა თავში არა. კი, ერთგული მომხმარებელი არის ყველაზე აი შენ თუ შეძელი რომ ერთი ადამიანი მაინც ჯერ თუ რაღაცა მიყიდე, ეგ მნიშვნელოვანია და მე ერთგული გახადე, ესე იგი გააქვს რაღაცა საინტერესო. უბრალოდ ყოველთვის უნდა იფიქრო იმის თავში რა ხდება და მე იმას არ ვამბობ, ეხლა წითელი ხალიჩები უგო ყველა ნაბიჯზე, მაგრამ იმ ადამიანისთვის უნდა იყოს საინტერესო შენ ბრენდთან ურთიერთობა. და შენ ის მან უნდა იგრძნოს, რომ მე მაგალითად ხლა რო თქვი ყავაზე, ანტრეში დავდივარ ხოლმე ყოველდღიურად, შევდივარ და ყავას ვიღებ და ერდა იგივეს ვიღებ ორმაგ ესპრესოს და წყალს. ეს არის აი რო შევდივარ უკვე იმათმა რო იციან და მეც რო მეუბნებიან და რიგიც რო იყოს, დავიწყეთ უკვე შენი ყავის ჩამოსხმა მეუბნებიან, იმიტომ რომ იმათმაც იციან და მეც სიამოვნებს, ხო? ანუ აი რაღაცა
თავს გზნობ უკვე შინაურობაზე არ არის მარტო უბრალოდ სიამოვნეს მათთან ურთიერთობა და ამ ყავას ან მათთან უნდა დავლიო ან სხვაგან და რაღაც სხვაგან დავლიო აქ თუ ესე მეპყრობიან ხო ანუ მარტივი მაგალითი რო ვთქვა ანუ ერთგული მომხმარებელი არის ყველაზე ფასეული და ბრენდის შეფასებაში ყველაზე დიდი წონა აქვს არა ცნობადობას რა თქმა უნდა ცნობადი უნდა იყოს სხვანაირად არ გამოვა რომ ძლიერი ბრენდი იყო მაგრამ ერთგული მომხმარებლების რაოდენობას აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ამ ურთიერთობაზე ამ თითქოს ყოველთვის ეგრე იხსენებთ და ბევრს ლაპარაკობთ ჩვენ კურსეთს იქ მარტიქის რომ ურთიერთობა არის და არა რაღაცა გაყიდე კლიენტი ისა ურთიერთობის ჩამოყალიბება რა და კი ამ ურთიერთობაში უნდა იყოს ურთიერთობაში ეს ტანგოა რა ტანგოს შენ იმ ადამიანებთან ტანგო უნდა იცეკო იმიტომ რომ ორივესთვის უნდა იყოს რიტმი უნდა იგრძნობოდეს რომ ერთ და იგივე რიტმში მოძრაობ და მისთვისაც არც ის უნდა იყოს შენ ადგილას უნდა იყო მაგრამ არც ის უნდა იცახოს რომ მე ხო მომხმარებელი ვარ და მე რაღაც და არც შენ რომ აი მე ხო ეს რაღაც არა ეს უნდა იყოს ურთიერთ საინტერესო უნდა იყოს ეს ყველაფერი აი ერთი რამდენიმე ორი кейს გამახსენდა ეხლა რა ერთი რომ ამ ერთგულების გამო რომ მე სტუმარიც იქ მიყავს სადაც შენ გეგულება შენი სიტუაცია ეს აი ეს ხო ცალკე ისე რომ აი მე ეგრე ვარ რა სადაც ვიცი რომ რაღაც უკვე მცნობენ რაღაცა ის არის გამოძრავებს რა და ადამიანში არის ეს მაგრამ არის მეორე უკიდურესობა მქონდა რომ ძვირიანში მიხვედი და სტუმარი იქ მიწვირიანში ჯოის ჩეკი რომ მოიტა ხმამაღლა მეუბნება ამდენია გადასახდელი ხო კი ეგ მომენტები დელიკატური მომენტები ბევრია თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რაღაცა კიდე ერთს ვიტყვი რა ერთ შეცდომას არა უბრალოდ ალბათ რჩევას რა რომ შენ ბრენდს ქმნიან შენი მათ შორის თანამშრომლები აი შენ რომ დამფუძნებელი ხარ ან დირექტორი ხარ აუ მე ესეთი მინდა ეგრე არ შენი თანამშრომლები ქმნიან და მათი მიმართ ნდობა შენ რაც შეიძლება მეტად უნდა ენდო მათ ჯერ რა თქმა უნდა ეცადო რომ ეს ბრენდი ერთად მეტად ენდო და მე მოვიყვან რისკალტონის მაგალითს რომელიც აღიარებულია ამ ნაწილში кейსია რა რაღაც ბრენდინგის ერთ-ერთი საუკეთესო რომ რისკალტონში როდესაც მივიდა ერთ-ერთი ახალი გენერალური დირექტორი მან სრულად შეცვალა მიდგომა რა ამ სერვისში და რა გააკეთა იცი მან მისცა ყველა თანამშრომელს აბსოლუტურად ყველას აი ყველა დამლაგებლიდან დაწყებული მზარეული დამთავრებული მისცა შესაძლებლობა რომ $2000 ოდენობა ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე დაეხარჯა მომხმარებლის სასარგებლოდ ანუ თუ დაინახავდა რომ რაღაცა кейსია მოკლედ დაეხარჯა მოკლედ ესა რა ქვია შესაბამისად ეს იყო უდიდესი ნდობა და ამათ ახლა ვიღაცამ შეიძლება არ ვიცი რაღაცას ტყულად დახარჯა კიდევაც და მოიპარა ის თანხა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო ნდობის გამოცხადება და დაიწყო იქ кейსები დაიწყო რა უბრალოდ რომ მაგალითსათვის გეტყვი რომ ერთ-ერთი кейსი არის ყველაზე ალბათ ისეთი რომელიც ძალიან სენტიმენტალურია ახალგაზრდა წყვილი ახალ დაქორწინებულები ისვენებდნენ რისკალტონში ანუ თაფლობის თვე ჰქონდათ და სანაპიროზე ანუ ზღვის სანაპიროზე დაკარგა გოგომ დაკარგა ბეჭედი წარმოიდგინე. ნუ აი საქორწინო არც კარგი ნიშანი არ არის და თან კიდე რაღაცა ის არის ხო რაღაც ძალიან სიმბოლურია. ნუ იყო ტრაგედიერი პოვეს რა. ამ თანამშრომელმა, სამი თანამშრომელი წავიდა მაღაზიაში, არ ჭირდება და რაპორტის დაწერა, წავიდნენ მაღაზიაში, იყიდეს სპეციალური მეტალის საძებნი ისინი, რა ქვია, ხო? მოვიდნენ და მთელი ღამე ეძებდნენ სამი თანამშრომელი მთელი პლაჟში და იპოვეს. და მეორე დღეს დახვდათ საუზმეზე, მოკლედ დაახვედრეს, მოკლედ ეს სიურპრიზი. ანუ მათ არ დაჭიროებიათ, ეხლა წარმოიდგინეთ რამხელა ეს რამხელა რა იყო ეხლა იმათვის, ეხლა ეს მეორე მხრივ ეს წარმოიდგინე, ხო? ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ხო ნოუთბუქი დარჩა ერთ-ერთ სტუმარს პრეზენტაციისთვის. გადაფრინდა ესა ჩავიდა მეორე ქალაქში და ნოუთბუქი დარჩა. ამ ადამიანმა აიღო ტაქსი და იქირავა ჩაჯდა თანამშრომელმა და ნოუთბუქი ჩაუტანა იქ. ხო, ნუ ანუ თემა არის ის რომ შენ როდესაც ენდობი შენ თანამშრომელს და ოღონდ იმავდროულად რომ უხსნი რა თქმა უნდა რას ემსახურება ეს ბრენდი. იმიტომ რომ შენ რო გინდა რომ გაუღიმონ მომხმარებელს, ნუ ცნობილი ფრაზაა, ჩემი მოგონილი ხო არ არის, ჯერ თანამშრომელს უნდა ჯერ თანამშრომელმა უნდა გაიღიმოს და ისე როგორ გაუღიმებს ხო ის ხოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბრენდი ეს არ იქმნება ხელოვნურად.
და მთელი კომპანია, როდესაც აი დიზელზე ვსაუბრობდით, ხო, ის იმ ადამიანმა იცის რატო აარჩიეს. რომ ესეთი ცხოვრები ცხოვრობს, ისიც რაღაც თავისუფალი ცხოვრები. თუმცა იქ იცავს დისციპლინას, რა თქმა უნდა. თუმცა ის რაღაც იუმორი თანსდევს. ხო და ეს ბრენდის მახასიათებელია. მო შენ თანამშრომლებს, რა თქმა უნდა მეტი დობა არის საჭირო და უნდა იცოდე, რომ ბრენდი ჯერ შენ კომპანიაში უნდა აშენდეს. რომ მე გარეთ გავიდეს რა. ზუსტად. ლეონ, რამდენიმე კითხვა კიდე და მე უკვე მეგობრებო გადმოვალ თქვენთან მიკროფონით და ეს გავაგრძელოთ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ერთი ხა რაც მინდა რომ კითხო ხა ისეთი ბრენდები და სახელები ახსენე ხო? ნუ ხა იქ რომ მოვყვეთ ქრონოლოგიას შეიძლება ამერიოს ვარ. საირმე, საქართველოს პოსტა, მეამა, ტატი, GPI, ხო? GPS. რა ნუ მაგის უკან კიდე უამრავი სხვა განსაკუთრებულად თუ შეგიძლია რომ გამოყო და თუ მოგცეს მაგას საშუალებას ის რომ ყველაზე სასიამოვნო რომელ кейსი იყო ჩვენთვის და რა იყო განსაკუთრებულად სასიამოვნო ამ кейსში? ხო პირველ რიგში ვიტყვი, მოდი ცოტა შორიდან შემოვლი მაგ კითხვას, ხო, ეს იმას ვიზამ, რა ქვია. პირველ რიგში ვიტყვი, მე თვითონ რა მომწონს ზოგადად ამ და მე პასუხი რატომ იქნება ლოგიკური, ალბათ ამით უფრო ახსნი. რა მომწონს თვითონ მე ამ თემაში, რასაც ბრენდინგი ქვია. ხო, გასაგებია, რომ რაღაც ბრენდინგი არ არის თემა სამწუხაროდ საქართველოს პატარა ბაზარზე, რომ რაღაცა შეძლებული ადამიანი გახდე ამ ბიზნესი და რაღაც დიდი ფული იშოვო, მაგრამ განათლებასავით. ხო, განათლებასავით, ხო, სამწუხაროდ ბაზრის მოცულობა და მათ შორის ბევრი რაღაცა ალბათ არ იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ უფრო ნახოთ პერსპექტივა კიდე წინ არის, მაგრამ რა მომწონს თვითონ ამ თემაში, ხო? ადამიანს აქვს ესე უყურებ, ცოტა მეტაფიზიკურად რო შევხედოთ რა. ღმერთმა შექმნა თავის ხატებად და დარად, ხო? ანუ რაღაც თავის თვისებები მიანიჭა რა. როდესაც ქმნიდა, ეხლა თუ გავყვებით, რომ ჩავთვლით, რომ ეს ესეა, ხო? და ეს ორი თვისება არის ორი რამეა. ერთი არის არჩევანის თავისუფლება. ანუ ნახე, რაკნა ჩვენ გვითხრა, რომ მოკლედ არჩევანის 64-ში ხართ, მაგრამ არჩევანის თავისუფლება გაქვს. გინდა ეხლა ეს ვაშლი თუ პროცეულის ისტორია უფრო მომწონს ჩაკბიჩე, გინდა ნუ ჩაკბეჩ, მაგრამ ეს შენზეა. და არჩევანის თავისუფლება მოგცა და ამითი შენ ადამიანი ღმერთის მსგავსი ხარ, იმიტომ რომ შენ შეგიძლია რა, შენი ნება. გინდა ესე იზამ, გინდა ესე და ყოველ ჯერზე შენი არჩევანია, შენი ცხოვრება არის შენი არჩევანი. ყოველ წუთას რასაც შენ ირჩევ, ის ხარ შენ. ანუ ყოველთვის შეგიძლია რაღაცაზე დათანხმდე, რაღაცაზე უარი თქვა. მე ამიტომ არ მომწონს, როცა პოლიტიკაში ვიყავი, იმ ადამიანების არ მესის, როცა თავის არჩევანზე, როცა შენ შეგიძლია არჩევანი გააკეთო და მოგააქვს ამის უფლება მოსილება და რაღაც სხვა რაღაცეებს უსმენ. ნუ მოკლედ ეს არის არჩევანის თავისუფლება. ეს ერთი და მეორე ეს არის ქმნადობა, ხო? ღმერთმა როგორც სამყარო შექმნა, ისე შენ მოგცა შესაძლებლობა, რომ შექმნა ბევრი რამე. ეს შექმნა შეიძლება ბევრ რაღაცაში იყოს გამოხატული. რავი, ლექსი დაწერო, არ ვიცი, ოჯახი შექმნა, ხედარგო, ბევრი რაღაცა, ქმნადობა. და ბრენდი მგონია, რომ ჩემთვის არის შესაძლებლობა, რომ აი ის რაღაცა მეტაფიზიკური განვახილება, რაღაცა შექმნაში მივიღო მონაწილეობა. მე თვითონ ჩემი კომპანიის ბრენდ მოტო მაქვს ესე, რომ business success is a mind game, ანუ წარმატება არის გონების ერთად თამაში ცოტა ისეთ სიტყვა, მაგრამ შეთამაშება რა. და ამაში მონაწილეობა მივიღო და მე მომწონს, როდესაც აი თითქოს არაფერი არ იყო რა. აი რაღაცა ნისლეული იყო და მე შენ ამ გუნთან ერთად მუშაობ და რაღაცა გამოიკვეთება და მეორე დღიდან რაღაცა იწყებს ცხოვრებას. აი ხლა მაგალითად ეხლა ხან მოვჭით სათამაშოების მაღაზიის Disney ერქვა, ეხლა ვეღარ ერქმეოდა Disney, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ Disney ერქვას და მათ შორის თვისობრივად ბევრი რამ შესვლა და Popito ესეთი ბრენდი შეიქმნა სათამაშოების მაღაზიების ქსელი, რომელიც Surprise Toy Store ესე გავაკეთეთ რა სურპრიზების ასე თქვა თემა და აი თითქოს არაფერი არ იყო და უცებ იწყებს რაღაც ფორმირებას, რაღაც ქალაქში რაღაც გაჩნდა. ეგ გაივლი მასპინძელოს ჩაული, ეს რაღაცაც რო გავაკეთ. ეს მაღაზიაში ხა საირმეს აიღებ, რაღაც იქ შეხვალ Popito ბავშვ სათამაშოების მაღაზია, არ ვიცი იქ საქართველოს ფოსტის რაღაცა ლოგოს კურიერი ჩაგივლის. ანუ
მე მომწონს რომ ღებულობ მონაწილეობას ამ თემაში და მგონია რომ ეს არის რაღაცა ჩემთვის ჩემი დავალება ესე რო ვთქვა რა რომ ამაში მივიღო მონაწილეობა და მსიამოვნებს ეს და ძალიან ვცდილობ რომ მაქსიმალურად კიდევ მეტი ვისწავლო ყოველ ჯერზე და უკეთესი რაღაც შევქმნათ იმ ადამიანებთან ერთად. შესაბამისად, შენ კითხვას რომ მოვუბრუნდე, ეხლა ისეთივე ბედნიერი ვარ, როდესაც ეხლა აქ მოვედი და ერთად რო ვიმუშავეთ ჩვენ ხო და აი ეხლა აქ არის განვითარდი და განავითარე, ისევე როგორც საქართველოს პოსტა, ისევე როგორც საირმე, ტაატი, ეს არის ალბათ ძალიან გამიჭირდება სიმართლე რო გითხრა. ხო, ეხლა თლად მარტო შვილებას ალბათ ვერ შევახარებ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ყველაში დებ იმდენ ენერგიას, რომ იქ არ შეიძლება რომ შენ ნახევრად ვერ დაიხარჯები. ეს ისეთი პროცესია, რომ იქ შეუძლებელია რომ ცოტა წავიმუშაო და ცოტა მაშინ არ უნდა აკეთო ეს საქმე რა. ამიტომ ყველა ის ბრენდი მიყვარს, აი მართლა ძალიან მინდა ხოლმე რომ ყველა წარმატებული იყოს და ძალიან ხშირად ყოფილა რომ სულ არ დამთავრებულია დიდი ხნის მუშაობა, მაგრამ რო შემიტყვია რომ აი ცოტა რაღაცა სხვაგან მიდის, დამირეკია მithქვამს რომ იქნება ეს რაღაცა ესე ხო არ ჯობია. ამიტომ სხვაზე ვიტყვი, სხვის გაკეთებულებზე ვიტყვი, ყველაზე მეტად რომელი მომწონს, იქ მეადვილება, როგორც მომხმარებელს და ადამიანს, მაგრამ ჩემი გაკეთებულების შორის მინდა რომ ყველა ძალიან წარმატებული, ბედნიერი, ლაღი იყვნენ ეს ბრენდები იმ ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდნენ და ამიტომ ესე ალბათ გამიჭირდება. თუმცა რაღაც არის აი ეხლა მასპინძელო თქვი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი ბრენდია, რომელიც გავაკეთე და ნუ რაღაცა ძალიან მადლობელი ვარ იმ კომპანიისაც, იმ ჯგუფის არის ეს ბრენდი, რომ ამდენი წელია რაღაცა ესე მართავენ და საირმე, რომელიც რაღაცა ძალიან წარმატებს. საქართველოს პოსტა, რომელიც ფაქტობრივად აღარ არსებობდა ბაზა, აღარ იყო რა. და ნუ უცებ რაღაცა ეს ძალიან მომწონს ესეთი кейსები, როდესაც აი რაღაცა ძალიან რთული, ტაატი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცა კარგი იდეით და შინაარ თბილისის ბრენდინგი ძალიან მიყვარს, გულიმწყდება რომ ბევრ რაღაცას არ იყენებენ, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცები გვაქვს იქ ჩადებული თავის დროზე ტომასთან ერთად. ხო, ასე რომ რა ვიცი, ბევრი მისაღებია. ხო, რა ვიცი, ეს თუ სწორად გამიგებთ, ესე მირჩევნია გიბასუხო ამ კითხვაზე. კი ბატონო. და ბოლო კითხვა აქვს, ეს ტრადიციული ყველა სტუმარს ამ კითხვით ვამთავრებთ ხოლმე და მე უკვე მოგმართავთ კითხვებისთვის. ეს ცოტა მოვარდილი კითხვა. რო გითხრან, რომ ტელეფონში რა დაიტოვე ერთი აპლიკაცია. რომელს დაიტოვებდი? ერთი აპლიკაცია თუ უნდა დავიტოვო, ერთი აპლიკაცია. დავიტოვებდი იმას, რა ქვია, ოქტოპუსს. ხო, იქ დავდივარ ვარჯიშობ და რა ვიცი, მაგას დავიტოვებდი, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან მიყვარს ეს ბრენდი, აი რო ვამბობდი. ძალიან მართლა ძალიან კარგები არიან, პლუს რა ვიცი, სიამოვნებს ვარჯიში, იქ მისულა ხოლმე, იმიტომ რომ მე რაღაც უფრო მეტი ენერგია მეძლევა, რომ უფრო კარგად ვიმუშაო. და რა ვიცი, თუ ერთი უნდა დავიტოვო, მაშინ ოქტოპუსს დავიტოვე. WhatsApp იყო ლიდერი, მაგრამ ოქტოპუსს არა, WhatsApp-ს არ ვიცი, WhatsApp ხო. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ლევან ამ ეტაპზე. ხელის საწევით რომ მაჩვენოთ კითხვები და მე მოგაწოდეთ მიკროფონს მერე უკვე და რა თემაც გადმოვალ პირდაპირ. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ ქრისტი, გრაფიკული დიზაინერი ვარ და ზოგადად ბრენდინგის ძალიან ისეთი ლოიალური მიმდევარი ვარ ხოლმე და ძალიან ღრმად მჯერა რომ აი მცირედი რაღაცები, აი რაც თქვენ ახსენეთ, უშუალო დეტალები ბრენდინგში ძალიან მნიშვნელოვანია და სამსახურში ხშირად ვაწყდები ამ პრობლემას, რომ აი თუ მაგალითად რომელიმე კომპანიას არ აქვს ბრენდბუქიც არა, აი ბრენდის სტრატეგია სწორად ჩამოყალიბებული და მე მინდა რომ რაღაც როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა, რაც ჩემ პროფესიაში შედის, რაღაც შევთავაზო, აი ეს დარწმუნების ხელოვნება როგორი არის, რომ არ შეეშინდეს რა ამ დამკვეთს კლიენტს და შენც გქონდეს ეს ავდაჯერებულობა, რომ აი შენ მაგაკეთებულმა რაღაცამ შეიძლება იმუშაოს და ეგ არ დაკარგო, რომ აი არ დაამტკიცეს და ხო შეიძლება და რომ გამოსულიყო და
აი ეს პრობლემა ამაზე რა შეგიძლიათ რომ ითხრათ? ქრისტი ძალიან საინტერესო კითხვა არის რა მართლა, იმიტომ რომ განსაკუთრებით გრაფიკული დიზაინერის მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ბრენდ სტრატეგები რო ვიმუშავებთ ხოლმე, მე ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ ბოლოს კი მაგრამ ლოგო როგორი იქნება, მან ვიდის ხოლმე და ყველაზე ხელშესახები არის ხოლმე ერთ-ერთი და ძალიან რთული არის დიზაინერის, გრაფიკოს დიზაინერის ბედი საქართველოში, ესე ვიტყოდი. ეხლა დარწმუნებას რაც შეეხება დარწმუნების თემა არის ორ რაღაცას უკავშირდება. ერთია რომ ადამიანები შეგვიძლია მე ამ გზას ხერხს მივმართავ ხოლმე და შეიძლება თქვენც არ ვიცი რამდენად გამოგადგებათ. ერთია ვეუბნები რომ ერთი არის კვლევების გზა, ასე ვთქვათ რა. მოდი რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი იკვლიო რა, ტესტო, დატესტო, იკვლიო, დატესტო, იკვლიო და შესაბამისად ნურც შენ ნუ დაგიჯერებენ, ნურც მე, ნურც თავის თავს, ნურც თავის ოჯახის წევრებს და მეზობლებს, არამედ ნუ კვლევას დაუჯერო. კრიტერიუმზე შევთანხმდეთ. კვლევა კვალიფიციურად, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი არის ხოლმე ეს გზა და მე ვეუბნები რომ ამით ვიწყებ ხოლმე. მოდით გიდა რომ არ ვიყოთ, ასე ვთქვათ, სუბიექტურები, მოდი აი ესე გავაკეთოთ რა. ეს არის ერთი გზა. და ოღონდ ბიუჯეტებს რო ეუბნები, მე რა ცოტა ძვირი არ გვინდა, მოდი ეს გზა. მეორე გზა არის ცდელობა იმისი, მე ხშირად მithქვამს რომ რა ვიცი ჩვენ რაში ფულს რაში გვიხდი მაშინ ხო? მარტივად რო რა რაღაც თანხას ხო იხდი ამ ყველაფერში. თხულად ხომ არ იხდი ხო ამ თანხას და მოდი ნუ მესამე გზა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ხოლმე არის შემდეგი რომ ან როცა ვიზუალზე არის საუბარი ან დავალება მოგვეცით თქვენ ძალიან კვალიფიციურად არაუბრალოდ შევსებული ბრიფის სახით არამედ რეალურად რა დავალება გინდა რომ შეასრულო და ამ დავალების დაწერის ან ახსნის დროს მაქსიმალურად შეხვიდე მასთან დისკუსიაში და მან ხვდება ხოლმე რომ არა აქვს ბევრ კითხვაზე პასუხი და მან ხვდება რომ რაღაცა დიზაინერს სანამ მიადგება კიდე რაღაცაზე უნდა იფიქროს დიზაინერი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ჩვენს ეკოსისტემაში და ვიტყოდი აუხსნი რატომ იმიტომ რომ ბრენდ სტრატეგებს ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება დიზაინერებთან ერთად გუნდში მუშაობის გარეშე კლიენტის დარწმუნების დროს. დიზაინერმა შეიძლება ერთის მოდელირება რო გავაკეთო და უბრალოდ რო თქვას, რომ მე ახლა ამ დავალებას არ შევასრულებ, არც ერთმა დიზაინერმა რო არ შეასრულოს, სანამ არ მექნება ზუსტი დავალება, შინაარსობრივი. აი წარმოიდგინე, ეს იდეალური სურათია, მაგრამ სამწუხაროდ ესე ვერ იქნება. აი არ შევასრულებ რა, იმიტომ რომ სადღაც უნდა გაჩერდეს ხო პროცესი. ესე ვერ მოხდება. ამიტომ ჩვენ როცა ვთავაზობთ ხოლმე ვეუბნებით რომ მოდი კვლევები გავიგე, მარტო ახლა შეიძლება ვიღაცას არენდობი, ამისთვის არსებობს პირველ რიგში ბრენდი და ბრენდ კოდი. და მოდი ჯერ ეს იქნებ გავაკეთოთ, რომ ყველამ გავიგოთ მე რა უნდა გამოვსახოთ, ხო? და მე მომყავს ხოლმე მაგალითები. აი საქართველოს პოსტა მოგწონს კი მომწონს. აი მერცხალი კონვერტი ესე იყო, საირმე მოგწონს კი არ მოვერიდეთ იმას, რომ ბორჯომს ბოთს ეხატა. საირმის, იმიტომ რომ საირმი არის უფრო საირმის არის ვიდრე ბორჯომის, ხო? მოდი ესე რო ვთქვა და რაღაც ხო ირემის. ანუ ეს არის მაგალითების გზა მე რა თქმა უნდა. და ყველაზე საინტერესო დარწმუნების არის ბრენდ კოდი, ანუ უხსნით ხოლმე ჩვენ რომ შენ თუ არ იცი როგორი ხარ რომელი მანქანა უნდა იყიდო, ან რომელი პიჯაკი უნდა ჩაიცო, ვეცდილობთ რომ მათზე აუხსნათ პიროვნულად. ხო ვერ მიხვდები, ანუ გონია რომ ეს გიხდება, ამ დროს ელეგანტური სულ სხვა ბრენდი თუ ხარ, ელეგანტური სტილი გიხდება, თუ არა შეიძლება სპორტული სტილი. ამიტომ ბრენდს ხვდით ჩვენ ხოლმე ამოსავალ წერტილად დარწმუნებისთვის. და აი აქ ვცდილობთ ხოლმე რომ მოსული დაკვეთა რომ გვინდა მხოლოდ ვიზუალი აუხსნათ რომ გადავიტანოთ ამ სტრატეგიულ სამუშაოში. აი ეს გვაქვს ხოლმე ერთ-ერთი ასე ვთქვათ მეთოდი, თუ შეიძლება ასე ითქვას. თუმცა რა ვიცი, ხანჭრის ხან არა. მადლობა ძალიან დიდი, ძალიან კარგი პასუხი მივიღე თქვენგან და კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. ეხლა GPC-ին გააკეთა ახალი რებრენდინგი და როგორც ვიცით თქვენი გაკეთებული არ არის ხო? ხო. GPC ჩვენ გავუკეთეთ რებრენდინგი, როდესაც აი ციგნები და რაღაცები რო დაიდო თაროებზე წლების, აი იმ პერიოდის იყო, მერე საქართველოს ბანკმა იყიდა და მერე კიდე გააკეთეს რებრენდინგი, ანუ ეხლა ჩვენ არ გავუკეთებია. და რას ფიქრობთ ეხლა ამ ახალ GPC-ზე, აი ზღარბი რო დააბრუნეს? რა რო დააბრუნეს? ზღარბი დააბრუნეს. ზღარბი რო დააბრუნეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ზღარბი ჩვენც თავის დროს
სფეროზე ქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირი იყო და ეს გვირი ჩვენ არ მოგვიგონებია მაშინაც კი ქონდა კომპანიას ზღარბი ბარათიც ჩვენ რაც გავაკეთეთ მაშინ მთავარი იდეა მაშინდელი რებრენდინგი სხვათა შორის ტომას გეტთან ერთად ვიმუშავეთ მთავარი იდეა მდგომარეობდა შემდეგში რომ აფთიაქი არის როგორი ადგილი აფთიაქი არის ავადობის ადგილი ავად რო ხარ მიდიხარ წამალი იყიდო გინდა და მაშინ GPS იყო აფთიაქი ჩვენ თქვით რომ მოდი ბრენდის თლიანი იდეა შევცვალოთ ეს არ იყოს ავადობის ადგილი ეს იყოს კარგადობის ადგილი ანუ კარგად რო ვარ მაშინ რომ მივდივარ ანუ თავის მოვლის საშუალება არ ვიცი უკეთესად ცხოვრების საკუთარ თავზე ზრუნვის და იქ იყო ზრუნვა იყო მთავარი ბრენდის მოტო მთავარი იდეა იყო იზრუნეს სიცოცხლეზე და ბრენდის ხედვაში ჩვენი გვეწერა რომ 20 წლის მერე GPS შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, well-being-ზე, კარგად ყოფნაზე ზრუნვის touch point-ი. აფთიაქიც აღარ გვეწერა. რა იქნება ტექნოლოგიურად, მაშინ შეიძლება სულ არ იყოს ფიზიკური ადგილი, მაგრამ touch point. და ზღარბი იყო ერთ-ერთი გმირი, რომელიც აი ამ კონცეფციაში ჩვენ ესე ვაკეთებთ ხოლმე conversation map-ი არის, მებს ვეძახით სხვადასხვა თემებს ვიმუშავებთ და ამ თემებში დადიოდა ეს დაძრებოდა ეს დასუსულებდა რა და რაღაც საინტერესო რაღაც ხან გამოგეცხადებოდა ზღარბი ბარათის სახით, ხან რაღაცას გიხსნიდა, ხან შეიძლება მაღაზიაში დაგხვედრო და დაგროვების თემა იყო, კარგად უხდებოდა დაგროვებით ბარათს და ამიტომ ეხლა რაც გააკეთე, ზღარბი რო დააბრუნეს ეს მომწონს. თუმცა იმის იქით ეხლა მე სტრატეგიას არ ვიცნობ და გამიჭირდება შეფასება. ხანდახან ზედაპირიდან ძნელია მსჯელობა, ეხლა მომწონს არ მომწონს, იმიტომ რომ იმას შეიძლება რაღაც მიზანი კონდეს და ამიტომ აი ზღარბის თემა მომწონს. მადლობა. კი ბატონო. ხო. აი იქ იყო კითხვა, აი, ხო, უკაცრავად, კი, მოდი, ჩავერიე უკაცრავად შენ ფუნქციაში. გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში რამოდენიმე საათისთვის ძალიან საინტერესო იყო. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინტერესებს თქვენი შეხედულება. აი ბრენდს თქვენი აზრით რა ანგრევს? არასწორი მესიჯი თუ სწორი მესიჯი არასწორ დროს? ანუ გულისხმობ შინაარსის არასწორობას და დროის შეუსაბამობას. ძალიან საინტერესო კითხვაა. მოდი დავიწყოთ იქიდან, ალბათ თავარი მოსაზრება ამ ძალიან საინტერესო კითხვაზე არის შემდეგი, რომ უნდა შევთანხმდეთ ალბათ რომ კონტექსტი არის მეფე. კონტექსტი არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ რაღაც მოცემულობაში, რაღაც მესიჯი შეიძლება ადეკვატური იყოს და რაღაც მოცემულობაში უბრალოდ ვერ იმუშაოს და სულ სხვანაირად გაიჟღეროს. ამიტომ კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუხსნი რას გულისხმობ და მესიჯამდეც მოვალ. მაგალითისთვის საქართველოში ახლა რახან პრეზენტაცია რაც 90-იანი წლები დაიწყოს ჩინური რესტორნები და კაფეები, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია, საქართველოში ორჯერ შემოვიდა. მოდი ესე რომ ვთქვათ. პირველად იყო 90-იანი წლების დასაწყისში, მე მახსოვს რა და გაიხსნა რამოდენიმე ჩინური რესტორანი. და უბრალოდ მომხმარებელი არ იყო ამისთვის მზად. ბევრი ადამიანი არ იყო ქვეყნის გარეთ ნამყოფი, ეს გემოები იყო ძალიან უცხო, კულტურა რა ვიცი სამომხმარებლო ანუ გასტრონომიის არ იყო განვითარებული ამ მიმართულებით და უბრალოდ დაიხურა ძალიან ბევრი მათგანი ამ მიზეზით. და აი 90-იანი წლების მეორე ნახევარში ბოლოსკენ უკვე 2000-იანების დასაწყისში, როდესაც ბევრი ადამიანი გავიდა ქვეყნის გარეთ, ანუ ბევრმა ნახა სხვადასხვა სამზარეულო ასე შემდეგ, მეორე ტალღა როდესაც იყო, დაიმკვიდრეს ადგილ დღემდე წარმატებით მუშაობდნენ. კონტექსტი იყო სხვადასხვა. რესტორნები ორივე იყო ასე თქვა ჩინური. ეხლა რაც შეეხება მესიჯს მე მგონია რომ ესე კითხვა ხო ესე იყო არასწორი მესიჯი და სწორი მესიჯი ოღონდ სულ დროს ხო მე ვფიქრობ რომ არასწორ მესიჯს ადვილად გამოასწორებს მეტნაკლებად რა კომპანია ანუ რაღაც ზიანს მოუტანს მაგრამ სხვა თვისობრიობა თუ სწორად აქვს დაჭერილი მაშინ მესიჯს გამოასწორებს ბოლო-ბოლო მაგრამ აი თუნდაც კარგი მესიჯი მაგრამ კონტექსტუალურად ძალიან სხვა განმოხვედრი რომელიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა შედეგი სხვა შინაარსად იყოს აღქმული ალბათ იქნება ძალიან დამაზიანებელი და ალბათ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს თუნდაც ბჭყალებში სწორი მესიჯი ოღონდ კონტექსტის არ გათვალისწინების დროს იმიტომ რომ კონტექსტის არ გათვალისწინება არის უფრო დიდი არაპროფესიონალიზმი მე რომ მკითხო ვიდრე ხანდახან არასწორი მესიჯი მადლობა ძალიან დიდი
Xerox-ის მაგალითი გამახსენდა. ახლა როგორ არა აი ხან რო ედოთ ხო Xerox-ის აპარატი სანამ ხალხი მიხვდებოდა რომ დაჭირდებოდა თუ არა წლების გამ Xerox-ის აპარატი. ხო, კონტექსტი ანუ მნიშვნელოვანია რა. ხო. დროზე ადრე. კი, დროზე ადრე ისევე ცუდია როგორც გვიან. იმიტომ რომ დროზე ადრეს თავისი რისკები აქვს. ძალიან დიდი მადლობა სიამოვნებით ვიმოგზაურეთ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ბრენდინგის სამყაროში. ძალიან გამიტაცა მე ამ რაღაც დიადი ბრენდინგის და რაღაც დიდი იდეის გატანის თემამ. როგორც მივხვდი, მაგაზე ნაფიქრი გაქვთ და რატომღაც ქართული კომპანიები თუნდაც კონდეთ ფინანსური შესაძლებლობა ამისი რაღაცნაირად არიჩენენ სათანადო სითამამეს. აი ორი სიტყვით რო გითხრათ, როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ბრენდი დიდასპარეზე და როგორ ფიქრობთ, რომ ავიდეს ეს მიმართულება ახალ განვითარების ახალ ეტაპზე. მადლობა. მადლობა. კი, ნამდვილად ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და გული მწყდება ვიტყვი რაზე. მაგალითად აი აგერ არის ამერიკის დროშა გვაქვს და აი ამერიკის დროშაზე ვარსკვლავების მაგივრად რო წარმოვიდგინოთ ამერიკული ბრენდები. აი რამდენს ჩამოთვლით ალბათ Nike, არ ვიცი McDonald's-ი, არ ვიცი iPhone-ი, Apple-ი, ბევრს რა ამ ვარსკვლავებზე, შტატების ვარსკვლავებზე გაცილებით მეც, ხო და თითოეული მათგანი წარმოადგენს იმ ქვეყანას რეალურად, ხო? რაღაც დოზით. შეიძლება პირდაპირ არ იცოდი რომ ამერიკულია, მაგრამ ის არის ამერიკის რატომ გონია რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძლიერი ბრენდები არის ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერე. იმიტომ რომ ექსპორტზეა საუბარი ქვეყნის ჩვენ ხო სუმაგაზე ვსაუბრობთ რომ ექსპორტი თუ არაა ქვეყანას ნუ ჯერ კიდე ნიკო ნიკოლაძე ამბობდა ხო ეხლა მარტივად რო თქვა ქვეყნის გარეთ უფრო მეტი თუ არ გავიტანით ვიდრე შემოგვაქვს ანუ ეკონომიკური სიდუხჭირეს ვერ აუვალთ ამიტომ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და როდესაც იქმნება ძლიერი ბრენდი რომელსაც შეუძლია ქვეყნის გარეთ ქვეყნის წარმოდგენა ეს ცოტათი country brand ანუ ქვეყნის ბრენდინგის მაგალითიც არის და ქვეყნის ბრენდინგზე მე თვითონ ეხლა PhD-ს ვაკეთებ ქვეყნის ბრენდინგზე ავიღე ეს თემა მინდა რომ ეს გავაკეთო იმიტომ რომ რაღაც ნაშრომი მინდა რომ არსებობდეს ამ საკითხზე იმიტომ რომ გონია რომ ეს მომავლის თემა არის საქართველოს ძალიან ჭირდება ქვეყნის ბრენდინგი ქვეყნის რეკლამა არა ქვეყნის ბრენდინგი იმიტომ რომ რეკლამები ბევრი გვინახია საქართველოსზე მაგრამ ეს არ არის რა თემა ანუ ქვეყნის ბრენდინგი ჩვენ თვითონ ქალაქის ბრენდინგი თბილისის ბრენდინგი ჩვენ თვითონ არ ვართ შეთანხმებულები საქართველოს შიგნით რა მოყვეთ საქართველოსზე იმდენ რაღაც მოყოლა გვინდა ღვინო ის კულტურა საიდან დაიწყო არის მთავარი სათქმელი რა გაქვს ამაზე ნერვიულობთ ყველა ის არ გამოგჩეს ეხლა ხინკალი მოიცა არ დამავიწყეს და მე არ მომწონს მარტო გასტრონომიით როდესაც ხდება ხო სიტყვაზე ვთქვათ წარმოდგენ კიდევ მეტი სხვა რაღაცეები გვაქვს ჩვენ ამიტომ ძალიან რაღაცებზე ნაფიქრი კი ნამდვილად მაქვს როგორ შეუძლია რამოდენიმე ქართულ ბრენდს იმაზე მეტი შეძლონ ვიდრე უბრალოდ კარგი სავაჭრო ასე ვთქვათ სალდო თავის ასარგებლოდ და უბრალოდ გატანა ასე ვთქვათ პროდუქციის იმიტომ რომ ქვეყნის ბრენდი უნდა იყოს დანახული ძალიან ქვეყნის ბრენდი შეიძლება აიღო ქვეყნის ნიშან-თვისება რაღაც დოზით და მე გახდე ისეთი ძლიერი ბრენდი რომელიც ქვეყანას წარმოადგენს და გახდე conversation starters ვეძახი ასეთ ბრენდებს რა რომ იმ ქვეყანაზე ლაპარაკის საფუძველი რო გახდეს ხო აი მაგალითად პიროვნულ ბრენდზე თუ ვისაუბრე ხა დემნა გვასალი არის საქართველოს ბრენდის საქართველოსზე conversation starter-ი იმიტომ რომ ალბათ იმ წრეში სადაც არის არ ვიცი რო დაждდება ალბათ ეკითხებიან რომ შენ საიდან მაგრამ აქ მნიშვნელოვანი რა არის ეს არის პიროვნული ბრენდი რომელიც ალბათ საქართველოს დარწმუნებულია რომ კარგად წარმოაჩენს მაგრამ მეორეა როდესაც ყოველდღიურ სამომხმარებლო ცხოვრებაში რომელიმე ქართული ბრენდი არის წარმოდგენილი იქ საექსპორტო ბაზრებზე და იქ ანვითარებს ქვეყნის შესახებ მათ შორის საინტერესო თემებს მაგალითისათვის მე შემიძლია გითხრათ თბილისის ბრენდინგზე როდესაც მუშაობდით და ეს ნიშან-თვისება შეუძლია რომ რომელიმე ბრენდმა აიღოს რა ვიცი საჯაროა ესის და ოღონდ გამოიყენონ რამეში ხო და თავის დროზე როდესაც გავაკეთეთ თბილისის ბრენდინგი იქ ჩვენ ჩავდეთ რომ თბილისი უნდა იყოს ბრენდი რომელშიც აუცილებლად როგორც საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს ეხლა რომ მოდაში შემოვიდა longevity სიცოცხლის გახანგრძლივების და ახალგაზრდავების ცენტრი.
და ვთქვით რომ ეს იყო საქართველოს თბილისი იყოს ამის წარმდგენი. იმიტომ რომ გვაქვს გოგირდის წყლები, რომელიც არის პირველი შეხების წერტილი შეიძლება იყოს touch point-ი, ხო, ანუ იქიდან იწყება ქალაქი. თბილისი ხო იქიდან დაიწყო. და არა ხინკალი. პირობითად. კი, და არა ხინკალი, ანუ იქიდან დაიწყო. კი, ანუ იქიდან დაიწყო, ხო, ნახე, ეხლა ეს ხო შეიძლება გადაზარდოს სხვა ღირებულებაში. უბრალოდ ეს სამკურნალო რო არის გასაგებია, ბევრმა არც ვიცით, ჩვენ თვითონ არ ვიცით, გონია რომ კანისთვის არის კარგი და ამ დროს სუნთქვითი სისტემისთვის არის, ფილტვებისთვის კარგი. იმიტომ რომ უნდა ისუნთქო, ის ორთქლი, მაგიტოა სასარგებლო და უბრალოდ ეს რო გვერდზე გადავდოთ, ანუ იყოს, ანუ წარმოიდგინეთ, ეს ჩვენ შევიმუშავეთ დაახლოებით 15 წლის, 12 წლის წინ ეს კონცეფცია. ამდენი წლის განმავლობაში მარტო ერთადერთი შემორჩა Citizens Loves You ინტერნეტი, free ინტერნეტი იყო ტურისტებისთვის და წარმოიდგინეთ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანას, რომელიც მოელაპარაკებოდა მათ შორის ბიზნესს, რომ ეს ნიშანთვისება აიღო და longevity-ის თემა, ანუ სიცოცხლის გახანგრძლივების, გაახალგაზრდავების, ეხლა მაგას ეძახიან aging management, ანუ დაზღვევა, ანუ ყველა ეს ძალიან ისეთი თემები გახდა და თბილისი გამხდარიყო მაგალითად აი ამ longevity-ის ერთ-ერთი ცენტრი. დღეს საერთოდ შვეიცარია არ იქნებოდა, ანუ შვეიცარია როგორ არ იქნებოდა, ხა იმას ვერ წაართვეს, მაგრამ საქართველოს არის ესეთ კონცეფციას იმაშვები, რომ ქვეყნის ბრენდინგზე მიყვარს ახლა წამოვიმართე, იმიტომ რომ ავინთებე თვითონ რომ ნახეთ როგორ არის ეს ქვეყანა არის ადამიანისთვის. დღეში შეხვალ დათვი არ შეგჭამს, რაღაცა ისეთია რა, ჩვენი დათვი რა, ჭული ჯიგარი, რაღაც ხვანჭგარა შეჭამს, რაღაცა ესე გელი, კიშია, მაგრამ ნუ ეხლა მაინც შენზე არ გამოიწევს რაღაც გრიზლი ჩვენთან არ არის, პირანია წყალში სადაც გინდა ჩადი, ზღვაში ჩადი, ზვიგი, ანუ ადამიანისთვის არის. არც გაიყინები, ანუ კლიმატი ისეთ ადამიანისთვის არის. ამ ქვეყანას აქვს სასიცოცხლო ენერგიით არის სავსე. ჩვენი რო ვამბობთ, რომ ჩვენი ხილი და ჩვენი ბოსტნეული ნუ სამწუხაროდ ჩვენი ცოტა არის და რაც უფრო მეტი კიტრი პამიდური სალათი იყიდება თბილისში, იცოდეთ რომ თურქეთის ეკონომიკას ვაძლიერებდა და თურქმენეთის, იმიტომ რომ ნიორი და ხახვი იქიდან შემოდის და ის იქიდან, მაგრამ ამას მოუვლით რაღაცას ვიზამთ ალბათ. მაგრამ ეს არის სიცოცხლით სავსე, ანუ ეს არის ახალგაზრდა კავკასიის მთებია. კნუთ ჰამსუნი იყო ესეთი მწერალი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელიც ძალიან ცნობილი, რომელიც საქართველოში რო იმოგზაურა, ესეთი სიტყვები აქვს, რომ აქ მთები უფრო მაღალია, ხალხი უფრო ლამაზი. ანუ ნახეთ, ეს ახზე ადამიანი, რომელიც ალპებში, შვეიცარიაში მაშ ყველგან ნამყოფია და ადარებს და ამბობს, რომ ეს ხვები რას წერენ უცხოელები ჩვენზე რო წავიკითხოთ, მივხვდებით რამდენი მნიშვნელოვანი რაღაც გვაქვს. ანუ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რომ აქ მაგალითად არსებობდეს თავის მოვლის საშუალებების ბრენდი, ეს ბანკები ყველგან რო არიან, კაცო, რა ვიცი, ამ ბიზნესში მაინც შევიდნენ, ხო? თავის მოვლის საშუალება, რომელიც longevity-ის თემებს წამოწევს და გახდის ძალიან როგორ თელს სოფლიოში გაიტანს ამ ნიშნით. ძალიან ტრენდულია ეს. ხო, ნახე როგორ არის, ეხლა დაიწყო, ეხლა აღმავალია ეს ტრენდი და ნუ ვინც მოასწრებს კიდე და ჩვენ არ ქვეყანას, პატარა ქვეყანას ზუსტად გვაქვს შანსი. ბრენდინგი სწორედ ეს არის მომავალზე ფიქრი. და როცა ჩვენ საუბრობთ ესეთ თემებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმიტომ ვეუბნები, რომელიმე კომპანიას ნუ თუ არ გინდათ, რომ რაღაც ისეთ დიდ თემას მოგებას ხო შოულობთ, ხო კარგად ხართ, რაღაც აი ესეთ იდეასაც ისტორიაშიც რა დარჩეთ. ხო, ისტორიაში, იმიტომ რომ რა ვიცი, სარაჯიშვილი ისტორიაში იმიტომ დარჩა, რომ მასშტაბური აზროვნების იყო ის ადამიანი. მაგალითად, არ ვიცი, ნებისმიერ იმდროინდელი ბიზნესმენი, რომელიც ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, რაღაც სანაკებოდ მიგვაჩნია, ხო? სარაჯიშვილი რატომ არის იცი დიდი? როგორც მეცნიერი, როგორც ბიზნესმენი. მან არის ის კი არა, უბრალოდ კონიაკი ჩამოასხა, ესე არ არის. სარაჯიშვილმა და ეს პრობლემა ის არის, ჩვენ თვითონ არ ვიცით, ანუ ქვეყნის ბრენდინგი ჯერ შიგნით გჭირდება. ჯერ შიგნით გჭირდება. ანუ ნახეთ როგორ არის სარაჯიშვილმა პირველმა აღწერა და შეიმუშავა კონიაკის დამზადების ქართული მეთოდი. და ის შესული არის ხალხო სოფლიოში კონიაკის წარმოებაში ტექნოლოგიები არის შარანტის მეთოდით ასე შემდეგ არის სარაჯიშვილის მეთოდით. და ჩვენ ვამბობთ რომ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. რა ვიცი, სარაჯიშვილის ბრენდი ალბათ ლაპარაკობს, შეიძლება რაღაც ისე კარგად არ გვესმის, მაგრამ ეს არის თემა, ხვდებით? ანუ იმ კატეგორიაში შექმნა ისეთი რამ მნიშვნელოვანი.
ეს არის ის თემები, რომელსაც ჭირდება მოფერება, მოფრთხილება და სწორად გამოტანა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ეხლა ეს ერთი მაგალითი ვთქვი, უამრავი რო ჩაუღრმავდეთ, უამრავი მაგალითი შეიძლება ხა სტუდენტებთან ერთად, სხვათა შორის, თავის დროზე წავიმუშავეთ, რომ და რაჭის ბრენდინგი გავაკეთეთ რა. ამიტომ მე ძალიან მიყვარს ქვეყნის ადგილები, იმიტომ რომ ეს არის მომავალი ეკონომიკის. ანუ თანამედროვე ინსტრუმენტებია ეკონომიკური განვითარების ბრენდინგი. ლიონი იმიტომ არის საინტერესო ქალაქი საფრანგეთში, რომ ადამიანისთვის საუკეთესო საცხოვრებლად აღიარეს, იმიტომ რომ მათ ცადეს, რომ აი ყველაფერი გაეთვალისწინებიათ, რაც ადამიანს ჭირდება. რაჭის ბრენდინგზე და ძალიან საინტერესო იდეას მივაგენით და ვთქვით, რომ ბრენდ მოტო მთავარი იდეა რაჭი შეიძლება გამოვხატოთ ესეთი ფრაზით, რომ დრო-დროზე ნელა გადის. ანუ ხო დრო-დროზე კარგად ჩვენ დრო-დროზე ნელა გადის რაჭაში და ჩვენ იმიტომ რომ რაჭაა რა და ის ნიშანთვისება რაც არის რომ აი რაღაც ნელები არიან თუ აქ შენელებულია მოდი ეს ავიღოთ და ვაქციოთ ბრენდად რომ დრო-დროზე ნელა გადის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას რომ აქ რო ჩამოხვალ სხვათა შორის ეხლა ხანს ერთმა ადამიანმა მომიყო ძალიან საინტერესო ისტორია რომ საათს ვეკითხებოდიო მეზობლებს გასწორება მინდოდაო საათის არის საათი რაჭიდან ვარ მე და არ ეკნებოდი ხო და აი არა საათი რად გინდაო ტელევიზორიც იშვიათია კი ბატონო რად გინდაო საათიო რა რა საათი გინდაო რა ვქშია ჭამეთ გეზინება დაიძინე რა ვიცი კეიფი გინდა გადმოდი აგერო არ ანუ რა საათ რას დაძდევ ამ საათს ჩავამზე დაიძინებ ხო ანუ ნახე ეს არის ეს შეგიძლია ახლა ნახე რა კომერციულად როგორ შეგიძლია აქცია შენ შეგიძლია უთხრა ადამიანებს რომ სადაც გინდა ფული იქიშოვეთ აქ ჩამოდი და სულიერი სიმშვიდე დრო-დროზე ნელა გადის და საათები რო აყენია სასტუმროში აი ნიუ-იორკი ლონდონი თბილისი და რაჭა ერთი ნახევარი საათით უკან იყოს რა და აქცენტირებული იყოს რომ აქ არ გვედარდება ხალხო ეს დრო იქ რა და ეს ხვანჭკარაც იმიტოა ესეთი და რა თიზბუნება და ამას მე მიაბამ და მე შეგიძლია მიაბა რომ აქ არც ბერდები რა. ანუ დრო ნელა გადის რა და შესაბამისად აქ ლონჯივიტიზე თუ ვლაპარაკობთ. ანუ ისე საინტერესო ამას შეიძლება მთელი კლასტერი მიაბა მე. ქობულეთზე რო ვლაპარაკობთ, რომელიც ვერაფრით ვერ გავიგეთ რა ვქნათ. ბათუმში რო გაივსება ხალხით, მე გადმოვა ქობულეთში ისა რა ქვია, ხო? ანუ ხო ანუ ვერ შევა, ხო? ანუ ქობულეთს რა უყოთ, რო ვფიქროთ, ბიჭო, ვამბობ რომ ამ ქობულეთს რაც აქვს ბრენდინგი არ არის თითიდან გამოწოვა ისტორიის ბიჭო ამ ქობულეთს აქვს ის ფიჩნარი აქვს ის ზღვა ანუ ის კავკასიური ფიჩია რომელიც ზღვისპირას რო იზრდება უნიკალურია და იმიტოა ბავშვებისთვის რო იძახიან რომ კარგია სასუნთქის სისტემებისთვის არის კარგი და მოდი გავაკეთოთ აქ გავაკეთოთ გამაჯანსაღებელი კლასტერი აქ იყოს გამაჯანსაღებელი ბავშვთა მოხუცთა არა მარტო გამაჯანსაღებელი კლასტერი იყოს მოდი ეს სანაპირო ამას დაუთმოთ ყველას ეცოდინება იქაურ მაცხოვრებელსაც სახლი როგორი უნდა მოაწყოს რა ვიცი ჩვენი ასაკოვანი სტუმრებიც და ისინი ზღვაში ვერ ჩასულან იმ ქვებზე რა გახდა როგორც იტალიაში ან ნებისმიერ ქვეყანაში რომ ჩასასვლელი იყოს ანუ ნახე შენ იწყებ იდეიდან პოულობ რაღაც საინტერესოს და მე ანვითარებ იგივე არის აქ უკვე კოოპერაცია შეიძლება კერძო სექტორთან ხო შეიძლება დიდი სიამოვნები მე ვამბობ ხოლმე რომ რა ვიცი უანგაროდ ვიმუშავებ პრობონო ვიმუშავებ ესეთ პროექტებზე იმიტომ რომ ქვეყნისთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მაგალითი იქნება უამრავ რაღაცა შეგვიძლია ჩვენ მივაგნოთ აი ესეთ თემებში იმ საინტერესოს და უნიკალურობას ღვინოზე რო ვლაპარაკობთ აუ ქვევრი ისეს ბიჭო არ შეიძლება რაღაცას გადაყვე რა სწორი რაღაც უნდა იპოვო ქვევრი არის რუმინეთშიც იტალიაშიც რა თქმა უნდა საქართველოში არის უწყვეტი ტრადიცია ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ იმაზე უფრო დიდი პლუსი გვაქვს ჩვენ. აგერ ჩვენო მეზობლებმა სომხეთში ზახიან ქვევრი და ისეთი ამბავია იქ ატეხილი რომ გაგვისწრეს მე მგონი მაგის პოპულარიზაციაში. ხო მაგას ჩემი შეხედულება მაქვს მე გემოებზე მაგრამ კონკურენცია და ჩვენ გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი რამ ქართულ ღვინოში ეს არის ჯიშობრივი მრავალფეროვნება. ანუ 500-ზე მეტი ჯიში. და ვამბობ რომ ამაზე უნდა აეგოს უფრო მეტად კონცეფცია და მოდი აი აქ ვიპოვოთ რაღაც საინტერესო აქ ვნახოთ და უბრალოდ ხვანჭკარა და კინძმარაული და მუქუზანი კი არ ვყიდოთ, არამედ ვყიდოთ ის რომ აქ რო მე რომ ვკითხო საქართველოში ქართულ ღვინო ექსპორტზე არც უნდა გადიოს, უაქ უნდა ისმეოდეს, ანუ ტურისტი იმდენი უნდა ჩამოდიოდეს, რომ რა ვიცი, უფრო მეტი სარგებელი ექნება ყველას, ღვინესაც, გლეხსაც, ტურისტსაც და ასე შემდეგ. ხო, ანუ ნახეთ როგორ არის სტუმარ გასტრონომიის გარდა არ შეიძლება
ბრენდინგი უნდა მიხვდე რა არის. არ შეიძლება თქვა რომ გასტრონომია არის, ჩემი რა ვიცი იტალიაში ცუდი საჭმელია, რა ვიცი იაპონიაში ცუდია, არ ვიცი სომხეთში ცუდია, არ ვიცი იმაში რა ქვია საბერძნეთში ეს შეუძლებელია რომ შენ თქვა რომ აუ ჩემ მწვადი ჩემია, ხინკალი შენია, რა ვიცი როგორ არის შენი, რა ვიცი ხო უამრავი კერძი არსებობს იგივენაირი ხო? ამიტომ უნდა იპოვო რაღაც საინტერესო. და ეს ხო და ეს უნდა გაიტანო. ამიტომ ეს ჩვენ ბრენდებს აქვს, ჩვენ კომპანიებს აქვს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და გულდასაწყვეტია რომ აი ამ მასშტაბს არ ვიცი რატო დაპატარავდა და ბიზნეს აზროვნება ჩვენთან ესე რომ რაღაც ამბიციები რატო თან ამას არ ჭირდება, ამას ჭირდება ხედვა პირველ რიგში. ამას არ ჭირდება დიდი ფული. პრაქტიკულად იგივე დანახარჯებით შეიძლება მასშტაბის მიწა. რა თქმა უნდა. კი ბატონო. უღრმესი მადლობა. არის თქვენ მადლობა. აი ამ თემაზე ერთი პერიოდი 1-3 წლის წინ საკპატენტთან წავიმუშავე აი იმაზე რა ჩვენ პროდუქტებზე რაც გვაქვს დარეგისტრირებული რა ჭურჭხელა ღვინო ყველი რაღაცა ისეს და დავიწყე და რა დავიწყე და აი უნდა აღმოაჩინო და იპოვოზე რა ნუ მე რას პრიორიტეტები შეეცვალათ და რაც გაჩერდა ეკთება რაც მომასწარი იყო მანავის მწვანე ღვინო გუდის ყველი და აი ესე მიყვები რა ანუ ახ ერთი სული მაქვს ჩურჭხელამდე როდესმე რაღაცა და მე მქონდა ტყემალი ტყემალზე რომ მივალ და რაღაცა და მანდ გამიჩნდა რა ანუ ხო რაღაც თემა იყო რომ ეს ცხრილებად მოცემული რაღაცები ამდენი პროცენტი ის ამდენი ის რაღაცა დარეგისტრირებული როგორც არის გვექცია კოპირაითინგის რაღაცა ფრენდლი ტექსტად რომელიც კატალოგში ჩაიწერებოდა რა პატარა ეს ხო უნდა ითარგმნოს და რაც იმდენი ქორფა აი დიდად თარგმნე და გაჩნდა ამის რაღაც საინტერესო ის გამიჩნდა რა რაც ალკე სარჩევში რომ ეგეთი სიტყვების პატარა ლექსიკონივით რა რომ არ იგეთ ხო გარდაცვალება რაღაც ისეთი სიტყვები წუთისოფელი რა რთულია რომ ესე თარგმნო რომ განმარტებები ჭირდებოდა და აი თან რომ რაღაც სულ არ მუშაობ რა ფაქტიურად მაგ დროს ანუ გააქვს დრო რო წერ გააქვს დრო რო ფიქრობ რაღაცა იქჭამ ძალიან მაგარი პროცესი არის როცა მაგ კუთხით და რაღაცა აი შენი ფესვებზე ქვეყანის რაღაც საქმეზე მუშაობ რა და მე ამას მოაქვს აღმოჩენები რა და მე ზუსტად მესპოდა რასაც ამოვდი და ამბობდი მოკლედ ლევან ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ მეგობრებო ამ კაი საღამოსთვის და კი ბატონო მაგაზე ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი ზუსტად კი და აი რადგან ეს გამიშალე და განავითარო უსასრულო პროცესია ასე არ გეშვიდობებით ამ ერთი შეხვედრით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ დროისთვის კი თქვენ მადლობა თითოეულ თქვენთანგანს მადლობა მოწვევისთვის მადლობა რომ რაღაც დრო გამოვნახეთ რომ ერთმანეთს გაუზიარეთ რაღაცის მოსაზრებები და მე ერთს ვიტყვი რომ ერთი ესეთი რუსთაველზე ხო თქვით ხო და შექსპირს აქვს ასევე ძალიან საინტერესო ერთი გამონათქვამი what's city but the people ხო ანუ ქვეყანაზე შეიძლება იგივე ვითხრას ანუ ქვეყანა არაფერი თუ არ არის ქვეყანის ხასიათს აძლევენ ადამიანები რა და ის ადამიანები ვინც იქ ცხოვრობენ ის არის ყველაზე მთავარი ეხა ვენეცია ცალკე რო აიღო ცალკე არაფერი ისეთ საინტერესო ისტორია რა თქმა უნდა ძალიან დიდი აქვს მაგრამ ის კარნავალი იმიტომ არის საინტერესო რომ იქ ხალხი ყველა ჩადის და ყველა იკეთებს იმ რაღაც ფერად და მერე ხდება უცებ ეს კარნავალი თორე იქ სპეციალური ძალით კარნავალი არ არის ანუ ეს ადგილი გახდა ესეთად ხო ანუ ადამიანები არიან მთავარი დიზაინი აი დიზაინერს ქრისტი მიკითხა ხო ზუსტად დიზაინი ხო მარტო ვიზუალი არ არის ხო ანუ იმ დიზაინს ქმნიან ის ადამიანები და საქართველოში გვაქვს მაგალითად ერთ-ერთი პოზიციონირება რაც შეიძლება იყოს საქართველოს ეს არის შემოქმედებითი ინდუსტრიის კლასტერის თემა აქ არის ძალიან საინტერესო რაც ქვეყნის ძალიან საინტერესო მახასიათებელი მარტო ხინკალი და მასპინძლობა არა შემოქმედებითი ინდუსტრია იდეების დეფიციტია მთელ სოფლიოში და ამ ქართველებს ოღონდ მიგვიშვიდა რა ვიცი რაღაცა მოგვაფიქრებინე ხო მაგრამ თან გამოგდის ესეც არ არის საქმე რომ ხელოვნება აგერ მაგალითები გვაქვს აგერ ჩვენი ინდუსტრიები და ასე შემდეგ ხო ამიტომ
ეს ადამიანები არის ყველაზე ღირებული. თავარი ბრენდის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ამ ქვეყანას თუ რამე აქვს საინტერესო, ეხლა ამ ნოტაზე რო რახან ქვეყნის ბრენდი, ეს არის ადამიანები. ეს არის ხასიათი, იმიტომ რომ ხასიათების მრავალფეროვნება, ჩვენთან საკვების მრავალფეროვნება კი არ არის. ხასიათის ის ხასიათზე რო არის დიასახლისი, იმ ხაჭაპურს იმიტომ აკეთებს თავისებურად რა. ის ღვინო ხასიათი არის გარემოსთან კიდე მიბმული. ხო, ანუ მრავალფეროვანი გვაქვს, ღვინის ჯიშები მრავალფეროვანი გვაქვს, ბუნება მრავალფეროვანია. ნიადაგი რაც არის სოფლიოში ცნობილი ყველაფერია აქ. ნიადაგის ყველა ტიპი გაქვს. ღვინის ყველა ტიპი გაქვს თითქმის. ანუ მრავალფეროვნება, ეს ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი საინტერესოობა, ხო? ეს ბრენდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხერხდება, რომ ეს ყველაფერი ქვეყანამ თავის ჩვენ ყველამ შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მოვმართოთ ერთად და მეორე მხრივ მე ქვეყანას რაც ექნება ეს ყველაფერი წარმატება და პლუსები მარტო ისტორიას არ ჩამოვეკიდოთ. რაღაცა ჩვენ შევუქმნათ რა ამ ქვეყანას რა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მოვიდა რაღაც გვასაზრდოებს ამ რაღაცა ისტორიით, იმით და ამას მაქსიმალურად ვიყენებთ. რაღაც მომენტი დადგება ალბათ, რომ რაღაცა ჩვენც კიდე უნდა რაღაც დავამატოთ, რაღაც საინტერესო შევქმნათ და აი ესეთი ბრენდები, რომელიც ქვეყანას გარეთ გაიტანენ, ალბათ შეიძლება იყოს ესეთი საინტერესო მომენტი. მაგარია. დიდი მადლობა.